ჩვენი კომისია აგრძელებს მუშაობას. დღეს გვაქვს მორიგის ხდომა. დღევანდელი ხდომა მიეძღვნება 2006-2008 წლებში ოკუპირებულ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ასევე ჩვენ ხდომის ერთ ნაწილს მივუძღვნით 2003-2012 წლებში საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოსმენას და ამავდროულად საკუთრების უფლებების დარღვევის ერთ-ერთ საქმეზე იქნება მოსმენა. შესავლის ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ იმ 6 პირიდან, ვინც დღეს განსაზღვრული იყო დღის წესრიგით, რომლის მოსმენაც იყო დღის წესრიგით განსაზღვრული, ერთმა პირმა ბატონმა გიორგი თარგამაძემ მედიით შეგვატყობინა, რომ მოსვლას ისედაც არ ვაპირებო. აქ უნდა აიხსნას შემდეგი რამ, რომ ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში, რომელიც საკმაოდ გრძელი სიაა, ფიგურირებენ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან ერთად, სწორედ მაშინდელ დეპუტატებთან ერთად, ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და გამოარიდეს პასუხისმგებლობას პოლიტიკური თანამდებობის პირები. ხელი აუწიეს სტრასბურგში გიორგი თარგამაძემ, მაშინდელმა ვითომ ოპოზიციის წარმომადგენელმა, დანიშნულ ოპოზიციას ვუწოდებდით ჩვენ მაშინ მათ, ჩვენ გვიწოდებდნენ ქუჩის ოპოზიციას, ვინც ქუჩიდან ვცდილობდით სააკაშვილის დამარცხებას და მერე სააკაშვილმა ზოგიერთი ადამიანი ამოარჩია გიორგი თარგამაძეს შეაქმნევინეს ოპოზიციური პარტია და ეს იყო ფსევდო-ოპოზიცია პარლამენტში. სწორედ ამ ვითომ ოპოზიციას წარმოადგენდა გიორგი თარგამაძე ნაციონალური მოძრაობის იმ დელეგაციაში, რომელშიც იყო ერთ-ერთ წევრად ბატონი გიორგი კანდელაკი. სწორედ მათ ხელი აუწიეს იმ რეზოლუციას 2008 წელს ომი ახალი დასრულებული იყო, რომელიც აწყობდა რუსეთს და რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ ქართული ჯარი დამნაშავეა თითქოს, ამას მიცეს მანდ ხმა, დააბრალეს საქართველოს ომი და ასევე ყველაფერი ის, რის შესახებაც ახლა ამაყად გიორგი თარგამაძე ტელევიზიიდან ამტკიცებს საპირისპიროს. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ გვაქვს შეკითხვები, თუმცა პროცედურულ ნაწილში უნდა შევნიშნოთ, რომ კომისიამ ორივე პირს, გიორგი თარგამაძესაც და გიორგი კანდელაკსაც, სატელეფონო კავშირის მეშვეობით შეატყობინა, რომ ისინი ფიგურირებენ მოწვევისთვის სასურველ პირთა სიაში და მათ გაეგზავნათ შესაბამისი ტექსტური შეტყობინებები. გიორგი თარგამაძე მანამ სანამ ოფიციალურად საფელდეგერო სამსახური მას ეწვეოდა იქ, სადაც ცხოვრობს ან მუშაობს, გუშინ ალბათ ყველამ ნახეთ, რომ ტელევიზიის მეშვეობით თქვა, რომ აქ მოსვლას არ აპირებს. თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცედურას. ჩვენ თუ დღეს არ მოხერხდა მათი მოსმენა, მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს და მაინც შევეცდებით, რომ მათ მომდევნო დღეებში ან მომავალ კვირაში მოусმინოთ. ხას ვუსვამ გიორგი თარგამაძისგან, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძისგან, პოლიტიკოს გიორგი კანდელაკისგან. ჩვენ გვჭირდება არაერთ თემაზე, მაგრამ პირველ რიგში რეზოლუცია 1633-ზე პასუხი, რატომ დააბრალეს 2008 წელს ქართულ ჯარს, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული. რატომ დააბრალეს? იმიტომ რომ მე ამ ყველაფერმა მე და ქართული ოცნების გუნდს, როდესაც ქართული ჯარის მართლაც მუნდირს, ღირსებას და სიმართლეს ვიცავდით ჰააგის სასამართლოში, ამ რეზოლუციის გამო შეგვხვდა არაერთი პრობლემა. აი, ამაზე გვჭირდება პასუხები.
სანამ პირველ სტუმარს მოусმენთ, აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინაკვირის საქმიანობამ ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს. ჩვენი კომისია იძიებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს. პირველ რიგში მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს. ირკვევა წინასხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე დადასტურებულათაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონები დავით კეზერაშვილი, ივანო მერაბიშვილი და სხვები პოლიტიკური თანამდებობის პირები დადასტურებულად შეიძლება უკვე ჩავთვალოს, თუმცა სხდომები გრძელდება. არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში და ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა მცოდნე საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს. მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. უფრო მეტიც, გენერალმა ყურაშვილმა ჩემს კითხვაზე მიპასუხა, საფუძველი აქვს თქვენს მოსაზრებას, კერძოდ იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა შვიდად. ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმავოთ. მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზან მიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში. ჩვენ მათ ვეკითხებით, რატომ გახადე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ აქციე? რატომ არ იყო არავითარი გეგმა? რატომ აქციე ჯარი და ჯარისკაცები, ოფიცრები საზარბაზნე ხორცად? ამას ვეკითხებით პოლიტიკოსებს, მაშინდელებს. ასევე ვსვამთ კითხვას, რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე? რატომ ჩავარდა ის ტყვეთ? ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, თორემ ის გმირი რომ ჩავარდა ტყვეთ, შემდეგ რა თქმა უნდა მან პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან, მან გმირობა აჩვენა, როგორც ეს არა მხოლოდ მან აჩვენა სხვათა შორის, რატომ არ ახსენებენ ისინი, ვინც გუშინ და გუშინ წინ განერვიულდნენ ჩვენი სხდომების გამო უშანგი სოფრომაძეს. იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, იქ იყო უშანგი სოფრომაძე, იქ იყო კახაბერ ხუბულური. რატომ არ დაუბრუნდა უშანგი სოფრომაძე თავის მეუღლეს და შვილებს? ეს არის შეკითხვები, შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება პოლიტიკოსების მიერ თუ არა. ჩვენი მიზანია ყველამ გაიგოს, რომ ვინც არ უნდა მოხვიდეთ ახალგაზრდებო მომავალში პოლიტიკაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჯარი არ არის სათამაშო. სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც და სხვათა შორის ის ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულების კვლევას გავაგრძელებთ და ბუნებრივია, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს ზოგიერთი ციხეშია, ზოგიერთი ქუჩაშია და ზოგიერთიც გაქცეულია, რა თქმა უნდა ღელავენ, რა თქმა უნდა ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღრიონ გონება და აფიქრებინონ თითქოს ეს კომისია არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნების ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება და არის ის ხელისუფლება,
რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამიტომ აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ, ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში თუ საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს რომ ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია იმ დროს ჩაცმულდა ხურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც 1000-ეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. აი ესე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები და ჯარისკაცები, რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ისტორიის, ტრაგიკული ისტორიის და ქვეყნის გაწირვის ისტორიის 2004 წლიდან 2012 წლამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კოდორის ხეობა. კოდორის ხეობას სვანები უწოდებთ ხოლმე დალის ხეობას და კოდორის ხეობა ოფიციალურად ერქვა და ქვია საქართველოში. მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ მას წაართვა არა მხოლოდ სახელი, არამედ განაიარაღა მშვიდობიანი მოქალაქეები და ასევე განაიარაღა ის მოქალაქეები, ვინც თავდაცვითი ფუნქციით იყო იქ აღჭურვილი და ოფიციალური სასაზღვრო დაცვის სტრუქტურების ნაწილი იყო. ეს არ იყო რაღაც კრიმინალური დაჯგუფება, ეს იყო დაჯგუფება შეიარაღებული, იქ მცხოვრები მოქალაქეებისგან შემდგარი, რომელიც მზად იყო საბრძოლოდ, თუ კი მტერი შეესეოდა ამ ხეობას. და ისინი იყვნენ ოფიციალურად ნაწილნი ქართული ოფიციალური საზღვის დაცვის სტრუქტურებისა. სწორედ 2006 წელს ამ ხეობის რუსეთისთვის ჩაბარებისთვის მომზადება დაიწყო სააკაშვილმა და განაიარაღა იქ მყოფი მოქალაქეები, რომლებმაც აფხაზეთში აი ეს ტერიტორია შეინარჩუნეს და დაიცვეს რუსის ოკუპაციისგან. ამ პროცესებს იქ ადგილზე ხელმძღვანელობდა ბატონი ემზარკვიციანი, რომელიც თუ უკვე მობრძანდა, ვთხოვს სამდიმნოს, რომ შემოაცილოს დარბაზში. მოგესალმებით ბატონო ემზარ, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. ბატონო ემზარ, თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ბრძანდებით საგამოძიებო კომისიის წინაშე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა 2003-2012 წლებში, თუმცა იცით ალბათ, რომ არის საუბარი ამ მანდატის განვრცობაზე 2024 წლამდე, მაგრამ რა მომენტშიც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ჩვენი მანდატია 2003-2012 წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების და კონკრეტულად 5 კონკრეტული თემის კვლევა. მათ შორის არის აგვისტოს ომის საკითხი, ეს არის ერთადერთი საკითხი, ეს არის ერთ-ერთი საკითხი. როდესაც ჩვენ ამ თემის კვლევა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ 2004 წლიდან დაიწყო მიზანმიმართული ნგრევა იმისა, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია, რასაც ქართული ჯარი ჰქვია და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი მიხეილ სააკაშვილი. 2006 წელი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ფაქტები აღვადგინოთ, დავადგინოთ და ფაქტებზე დაფუძნებულად ჩვენს დასკვნაში ვაჩვენოთ განსაკუთრებით მომავალ თაობებს 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ აღმოჩნდა როგორც ჯარისკაცი ისევე მშვიდობიანი მოქალაქე დაუცველი და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არ გავიმარჯვეთ ჩვენ. თუ კი ომს იწყებთ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ უნდა გადადგა ნაბიჯი ისეთი, რაც დანაკარგს მოიტანს გაუმართლებელს და ჯარისკაცსაც გაწირავს და მოქალაქესაც. 2006 წელს
თქვენ იყავით კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობა იყო ერთადერთი ადგილი აფხაზეთში, რომელიც 90-იან წლებში საქართველომ არ დაკარგა, სწორედ თქვენი და მოდით პირველ რიგში თქვენ დაზევიტყვი და თქვენზე ვიტყვი თქვენი დის შემდეგ. ქალბატონი ნორას თქვენი და იმ ასეულობით ქართველის ძალისხმევის შედეგად, ვინც დარჩა კოდორის ხეობაში და გაამაგრა ეს ხეობა. ეს იყო ის ტერიტორია, რომელშიც რუსული ოკუპაცია 2006 წლამდე არ მიმდინარეობდა და არც 2008 წლამდე, მაგრამ 2006 წლამდე თქვენ იცავდით და თქვენ უზრუნველყოფდით ამ ტერიტორიის რუსეთის ჯარებისგან დაცვას. აი ეს არის, სადაც მე შევჩერდები და თქვენ გთხოვთ 10 წუთის, 15 წუთის განმავლობაში სწორედ აი ამ მოვლენებზე გვესაუბროთ. 90-იანი წლებიდან 2006 წლამდე, იმ მომენტამდე, როდესაც თქვენ განგაიარაღეს თქვენს დაჯგუფება მონადირესთან ერთად, რომელიც ეს არ იყო არაფორმალური დაჯგუფება. ეს იყო აბსოლუტურად ფორმალიზებული ჯგუფი, რომელსაც ვალდებულებად ჰქონდა იმ ტერიტორიის დაცვა, რასაც თქვენ წარმატებით ახერხებდით. როგორ მოიფიქრეს ეს მოდელი, ვინ მოიფიქრა, რა იყო თქვენი მთავარი ფუნქცია და რა დაგმართათ შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ და რატომ აღმოჩნდა რუსის პირისპირ 2008 წელს კოდორის ხეობა დაუცველი. ეს უნდა ავუხსნათ გასაგებად ჩვენს ახალგაზრდებს, იმას ვინც არ იცის. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე ზედმეტ ვსაუბრობ, დამარცვლით ვსაუბრობ, მაგრამ ამას მე თქვენთვის არ ვსაუბრობ და არც ბატონის ოზარისთვის და არც აქ მყოფი ჩვენი კომისიის წევრებისთვის. ამას მე ვსაუბრობ იმათთვის, ვინც არ იცის. ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ თქვენც ასე მოგვითხრეთ, ის რაც შეიძლება მე ვიცოდე, სხვებმა ვიცოდეთ, იმათთვის, ვინც არ იცის. გთხოვთ. ალბათ ხელს მოვაწერჯერი აქა. ბატონ თენგის მადლობა შემახსენა. ესე იგი, მე თქვენ გავფრთხილებთ, რომ განზრახ ჩვენებისთვის არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე თუ კითხვებს თავს აარიდებთ, ან კიდევ კითხვებზე პასუხს არ გასცემთ, ამისთვისაც ჩვენი კანონი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის დასტურათაც თქვენ უკვე ხელი მოაწერეთ. დიდი მადლობა. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და შედგა ეს, რასაც ველოდებოდი ამდენი წელიწადი. ეს საპარლამენტო საკონსულტაციო კომისია დროებითი და შემოადგენლობას ძალიან მაკმაყოფილებს ის, რომ საშუალება არის ყველაფრის ლაპარაკი აბსოლუტურად და არანაირად ვერაფერი ვერ მათქმევნებს იმას, რომ დავხუროთ სხდომაო, იმიტომ რომ გავიდა უკვე ამდენი წელიწადი და საიდუმლო არავისთვის არაფერი არ არის აბსოლუტურად და ყველაფერი უნდა ითქვას ღიად. და დავიწყებ ახლა ჩემს საუბარს იქიდან, რომ 1992 წლის აი ეს უკვე რომ დაძაბულობები აფხაზეთში რაც დაიწყო, მზადება ომისთვის აფხაზიური სეპარატისტების მიერ, რუსების მიერ, ჩრდილოეთ კავკასიიდან უღელტეხილებზე უკვე დაიწყეს გადმოსვლა ბოევიკებმა. იზოლებული გავხდით, რომ შევკრებები ვიყავით კოდორის დალის ხეობაში. ცნობისთვის კიდევ ვინც არ იცის, რომ დალის ხეობა ქვია, საერთოდ კოდორის ხეობა იწყება ზუსტად იქ, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე ჩხალთაში, სადაც ერთდება ორი მდინარე ერთმანეთს, ჩხალთა და აჟარა. იქ იწყება კოდორის ხეობა და არის სულ 5 ხეობა. და მთლიანობაში არის დალის ხეობა, მაგრამ მე აი იმის გამო, იმ ომების გამო და იმ მოვლენების გამო, იმ დაძაბულობების გამო მე კოდორის ხეობას ქვედა ნაწილმა ზედა ნაწილი შვა. თორე ეს არის დალის ხეობა. ეხლა დადგა საკითხი იმისი, რომ რამენაირად უღელტეხილებზე უნდა გადაგვეკეტა უღელტეხილები, რომ ბოევიკები არ გადმოსულიყვნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. 92 წლის 3 აგვისტოს შევიკრიბეთ სოფელ ჩხალთაში და 80 კაცმა ფიცი დავდევით სამშობლოს დაცვის გამო და ერთგულების გამო. და დავთქვით, რომ ვიბრძოლებდით და მივიღებდით ჩვენს
მონაწილეობას შევუმატებდით ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს მთლიანობისთვის და ფიცი დავდევით და შეიქმნა რაზმი მონადირე. ინიციატორი ამ სახელის მონადირის შერქმევის ვიყავი მე. მინდოდა რომ ყოფილიყო მეთაური, ერთი ყავდა აფრასიძე, ლადო უფროსი იყო ყველაზე და მაგი მინდოდა რომ ყოფილიყო მეთაური, მე პირადად და კიდევ რამოდენიმე კაცს, მაგრამ უმრავლესობა მოითხოვეს დაჟინებით რომ მე უნდა ყოფილიყავი მეთაური. აქედან დაიწყო მე მარუხის უღელტეხილი, კლუხორის უღელტეხილი, გვანდარაის უღელტეხილი, აქსაი, პტიშის უღელტეხილები მთლიანად გადაკეთებული ჰქონდა აი მცირე რიცხოვან ჯგუფს. როდესაც ვერ გადმოვახეს ერთი ორი მარუხის უღელტეხილზე ცოტა სროლებიც კი ჰქონდა პატარაზე. რომ ნახეს რომ გამაგრებულია უღელტეხილები გადავიდნენ ლაბაარის ასეთი გუდაუთის მხარეზე უღელტეხილი და იქიდან დაიწყეს სიარული და იქ უკვე ჩვენ ვერ ვწვდებოდით ვერანაირად. მოკლედ ეს ასე მოკლედ რამ განაპირობა ჩვენი შექმნა მონადირის რაზმის და ერთი წლის განმავლობაში არანაირი გაფორმებული არსად არ ვიყავით, არანაირი ხელფასი ჩვენ არ მიგვიღია, ასე უანგაროდ ბრძოლობდით სხვადასხვა წერტილებში, ვისაც სად უჭირდა, იქ მივდიოდით და ვეხმარებოდით. იმის გარდა რომ უღელტეხილებს პატრონობდით. მე ძალიან ხშირად მომიწიათ ჩვენ ერთი ასეთი გმირი ყავდა გურამ დადუანი, მე-5 ბატალიონის მეთაური, რომელსაც ვედექით ხოლმე გვერდში. და ხშირად კოჩარის მიმართულებაზე 92 წლის 6 დეკემბერს, 6-9 დეკემბერს ალყაშიც ვიყავით დარჩენილები 3 კაცი. ყველა დავალება, სადაც კი ჩვენ მოვხვდით, ყველა დავალება შევასრულეთ ყველგან, აბსოლუტურად. ეხლა რა მინდა გითხრათ, ეხლა ცოტა შევამოკლებ და წინ წამოვიწევი ცოტათი. 93 წელს თუ გახსოვთ, პერემერიას რო იძახდნენ მოლაპარაკებები რო იყო, შეხვედრა იყო ატარა არმიანსკის მხარეზე, ეს არის ოჩამჩირის რაიონი და გურამ დადუანმა მთხოვა წამყევიო. აი მოლაპარაკებები უკვე რო შეჩერდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რო იყო მოლაპარაკება. წავედით შეხვედრაზე აფხაზებთან და აფხაზებს ახლდათ რუსები. ხო და ამ შეხვედრაზე აქედან ვიყავი მე კვიციანი, ვახტი გურამ დადუანს და იქით ამ მხრიდან იყო მახსოვს ბესი კვიცინია. და კვიცინიები საერთოდ ჩვენ ყრილობებზე დადიოდნენ, იმიტომ რომ კვიციანებად თვლიდნენ თავს. ანუ ბატალიონის მეთაური იყო თვითონაც და მე ჯერ არ ვიყავი ბატალიონის მეთაური, მაგრამ ვიყავი მონადირის რაზმის ხელმძღვანელი. დაავადოს ყრილობებზე დადიოდნენ, შეიძლება მსმენელისთვის გაუგებარი იყოს და გვარის ყრილობები როცა ტარდება. გვარის ყრილობებზე დიახ. ხო და მოკლედ როცა რომ გავიგე ვინ იყო, რა იყო, ბაგრატი იყო კვიცინია, რომელიც ჩვენთან სულ დადიოდა ამ ყრილობებზე გვარის, იმის შვილიშვილი აღმოჩნდა. ანუ თლად კვიდრი ჩემთვის. იმდენი ვილაპარაკეთ ერთმანეთში, რომ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხელი გადაუხვიეთ ერთმანეთს, უკვე ისე ვიჯექით. მოვიდა ის რუსი და დაგვაშორა ერთმანეთს. ნამეტანი მოგდითო რა. მაშინ მივხვდი, რომ არანაირი შეხვედრა მაგათ, არანაირი შერიგება მაგათ არ აწყობდათ და არაფერ კარგს არ გვიპირებდნენ და აი მაშინ იყო ბატონო სოზარ იცით თქვენის თემა რომ დავიწყე გზის კეთება ჭუბერი ისა საკენი ჭუბერის მიმართულებით. 5 ტრაქტორიდან ავაწყეთ 3 ტრაქტორი, გავაკეთეთ გზა, რამდენიმე ერთი თვე თითქმის ვიმუშავეთ, სანამ პერემერია ეგრეთ წოდებული რო იყო. მოვასწარეთ ამ გზის გაკეთება ყველაფერი და საწვავის სათხოვნელად ვიყავი თავრობაში ჩასული, საწვავი არ მომცეს და მინდა ხაზი გაუსვა, თუ შეიძლება რომ ახალგაზრდობამაც იცოდეს ეს გვარი დასახელი. ჩაკვეტაძე რაჟდენი იყო ასეთი, რომელიც იყო მეგზევე და რო შევედი წებელდაში მაგასთან შეაღრაღებული ვიყავით, ხო? მაგას ეგონა და საყაჩაღებლად მოვედით. არ ვიცნობდით ერთმანეთს მე და მაგი და რო უთხარი რომ რაჟდენბიძია მეთქე ამისთვის ვართ მოსული რომ საწვავი გვინდა, გზები გავაკეთოთ გვინდა უღელტეხილზე, იმიტომ რომ რა მოხდება კაცმარის, თქვა შეიძლება გზები გადაკეთონ და ვერ საიდან ქართველები ვერ მომარაგება არ გექნება არ საიდან თქვა რა ბრძოლის დროს. მე ვერ წარმომედგინა რომ საჯარისო ფორმირებები დატოვებდნენ ბრძოლის ველსაც წავიდოდნენ სულ ყველა იქიდან. და ამიტომ მე ვფიქრობდი რომ მომარაგების საშუალება საიდან ყოფილიყო. ხო და გაუხარდა ბატონ რაჟდენს და ძლივს არ შემხვდა ადამიანი, რომელიც რო ფიქრობს რაღაცაზეო. და 8 ტონა საწვავი გამომიყო დიზელი და 2 ტონა ბენზინი. აი ამითი დავიწყე
გზის კეთება, გავაკეთე ეს გზა, ყველაფერი აბსოლუტურად თან ოცნებაც ჰქონდა ბავშვობიდან, რომ ჭუბერსა და საკენს შორის ყოფილიყო გზა. და ეს აღავისრულე მაშინ კიდე დამატებით ამას. მოკლედ, ახლა ამ გზის წინააღმდეგ დიახ უბრალოდ მართლა ეს ყველაფერი მეც ვიცი და ერთი რამე მინდა ვთქვა და ბატონი ემზარის დამსახურება. რომ არ ყოფილიყო ის გზა და პირადი ინიციატივა ემზარ კვიციანის. სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან სხერპლი იქნებოდა აი ასეულობით და შეიძლება ათასობით დაგვეთვალა. ამ გზამ გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო მადლობა ეკუთვნის მართლა მთელი საქართველოსგან ემზარ კვიციანს. ერთმანეთს უქმნიდნენ პრობლემებს ძალიან ხშირ შემთხვევაში. მანქანები გადახერგილი იყო იქაურობა. ძალიან მან დრო ხელისუფლებას რო აიღო თავის თავზე, უბრალოდ რომ მიეხედათ გაქცეული ხალხისთვის, ხო? და გაეწმინდათ გზები. მეტი კი არ იყო არაფერი საჭირო. მე ამინდები გაფუჭდა და ტალახები და ვერ გადადიოდნენ მანქანები, თორე არ გაწამდებოდა ასე ჩვენი ხალხი. მე ეს ყაჩაღობები, რომელიც რო ჩვენ მოგვიტრიალეს კიდე, მე ბაგადაში ვიცავდი დევნილებს იმისგან რომ მსტოვარი არ დაწეოდა და არ მოეკლათ და არ გაეზარცვათ და უბედურება არ შეხვედროდათ შემოგვიტრიალეს მე ეს ყველაფერი ისე რომ თითქოს და ჩვენ ვაყაჩაღებდით და ჩვენ ვაკეთებდით და როდის ვასწრებდით. მოკლედ ეს ყველაფერი გასაგებია ძალიან მიზანმიმართულად იყო ქალბატონო თეა ძალიან ესეთი ის მიიღო სახე ყველაფერმა რომ ძალიან ადრე გავიგეთ ჩვენ ის რომ ჩვენი სახელმწიფო რატომღაც სახელმწიფოს ზოგიერთი სტრუქტურები ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მე გვიან კი გავიგეთ რომ თურმე გადაწყვეტილი ყოფილა აფხაზეთის გადაცემა და ამიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ასე ღიად, აშკარად და ასე აი როგორ თქვა სიძულვილით ეს გაეკეთებია ვინმეს თუ 10 კაციდან 2-ს უნდა ჩაბარება 8 მაინც იბრძოდა რომ არ დაკარგულიყო ჩვენი ტერიტორიები. მოკლედ 93 წლის 2 ოქტომბერი იყო პირველი შემოტევა რომ მოვიგერიეთ. 2 კაცი დაგვეღუპა, 4 დაგვეჭრა, იქით კარგი ზარალი მივაყენეთ და მოგშორდნენ. ეს იყო ბაგადის გვირაბებთან. ამის მერე დაახლოებით 2 კვირაში კიდე შემოგვიტიეს. მერე კიდე ძალიან ბევრჯერ იყო შემოტევები, მაგრამ განსაკუთრებული შემოტევა იყო 94 წლის მაისში. აი რამ განაპირობა 94 წლის მოსკოვის შეთანხმება. აი იმ ფართომასშტაბიანმა შემოტევამ, სადაც რო შემოვიტყუეთ მოწინააღმდეგე და ძალიან დიდი მსხვერპლი რომ მივაყენეთ. აი ამან განაპირობა ის, რომ მოითხოვეს შეხვედრა. მოსკოვში იყო შეხვედრა და რატომღაც ცდილობენ რომ ორმხრივი დაარქვან იმ 4 მხრივ შეთანხმებას და 4 მხრივი რატო იყო? ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას საქართველომ, რუსეთმა, გაერომ და აფხაზებმა. ეს შეთანხმება იყო 94 წლის 14 მაისი. 94 წლის 30 ივლისს ეხლა უკვე გადმოვხდი შეგნებულად, იმიტომ რომ კი კარგი იქნება რომ ახალგაზრდობამ ყველაფერი ეს გაიგონ დაწვრილებით, რა თქმა უნდა. სკოლებში არ ასწავლიან უახლეს ისტორიას, ინსტიტუტებში არ ასწავლიან და რაღაცა საშუალებით მაინც უნდა გავაგებიოთ, მაგათ რა ხდებოდა საერთოდ ჩვენს ქვეყანაში. 94 წლის 30 ივლისია. წინა დღეს დამებადა ზუსტად ბიჭი, მეორე ბიჭი. და შეხვედრა არის სოფელ ქობჩარაში. წარმოდგენილი არიან აფხაზები, ჩვენ ქართველები, გაერო და რუსები. რუსეთის გენერალის გვარიც მახსოვს, იაკუშევი იყო ასეთი და დაუჯექით სალაპარაკოდ. აფხაზები იყვნენ ძალიან მწყრალად განწყობილი ჩემს მიმართ, რა თქმა უნდა, ისეთი იყვნენ დამუშავებული უკვე მთელი ამ პერიოდში ჩვენს წინააღმდეგ, უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, სვანების წინააღმდეგ, რომ ყველაფერი თუ რამე ცუდი ხდებოდა. ომის დროს იმის გამო რომ აფხაზები და სვანები ძალიან ახლოს ვიყავით, თებში ერთად ცხოვრობდით, ერთად ყოველ ზაფხულს ერთად ვატარებდით და რაღაცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მაგრად იმუშავეთ სპეცსამსახურებმა, რუსულმაც, აფხაზურმაც და ქართულმაც, რომ ჩვენ გადავეკიდებიათ ერთმანეთზე ძალიან მაგრად. მოსულები იყვნენ აი ძალიან ცუდად რა. რა თქმა უნდა მოგვივიდა შელაპარაკება, ვილაპარაკეთ იმაზე რომ აი ჩვენ ისეთი ცუდები ვართ ქართველები და ფაქტები მოიყვანეს რომ სად რა ჩაიდინეს ქართველმა ჯარისკაცებმა, მეომრებმა
და გავაჩერე. მეთქი მე ნუ მომაწერთ ნუ რაფერს თქვა და დაუდევი ფაქტები. პირველი 45 კაცი ტყვედ რო ავიყვანეთ. აგიყვანეთ აფხაზები გურამდადუანთან ერთად სხვათა შორის. იარაღი ჩამოვართვით, ხარი დაუკალით, პატივი ვეცით და გამოუშვით სახლში მეთქი. ყველა მხო მოაღწია თითოეულმა მათგანმა. დიახ, ყველა დაბრუნდაო. მეორე 13 კაცი რო ყავდა ტყვედ აყვანილი, იმათაც პატივი ვეცით, იარაღი ჩამოვართვით, გამოუშვით სახლში. ხო ყველა დაბრუნდა სახსალამათი სახლში. ვინმე სკიპურტი მოხდა? არა, მადლობელი ვართ. 14 კაციანი ვერტალიოტი 14 კაციანი ლაბახუა იყო მეთაური იქა. ვერტალიოტი ჩამოაგდეს, მაგრამ იქ ჩვენ არ გქონდა ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კავშირი იმ ჩამოგდებასთან, მაგრამ გაფუჭებული ვერტფრენი დაждდა საკენში და 14 კაცი ტყვეობაში იყო ჩვენთან. ლაბახუა იყო მოადგილე არძნბასი. დაგიბრუნდა სახსალამათი და ვითხოვდით 5 ადამიანს, რომლებიც იყვნენ დაკარგული გაგრაში. ერთი-ორი იყვნენ ხეობიდან, დანარჩენები სხვა კიდე. და არც დაგიბრუნებიათ ისინი არაფერი, მაგრამ დამიბრუნეს ოჩამჩირეში ძველ კენთხში ტყვედ აყვანილი ჩემი ბიძაშვილი ელვარდი კვიციანი, რომელსაც არც ყურები ქონდა, არც ცხელი ქონდა და დაგლეჯილ დაფლეთილი დაჭრილი ყავდათ აყვანილი. იმიტომ რომ ტყვედ ვერ აიყვანდნენ, გათიშული იყო გრანატამეტის იმიდან ნაღმი აუფეთქეს და იქიდან გათიშული იყო, კონტუზია მიიღო და თან დაჭრილი. აიყვანეს და მათ ხელში გაიღვიძა ფაქტიურად. და ნაწამები დამიბრუნეთ მეთქი. გახსოვთ მეთქი ეს ძალიან კარგად და ფაქტები მოუყევი. ნუ ჩამოყარეს ყურები, ხმა ვერ ამოიღეს აბსოლუტურად და მომკიდა ხელი იმან გენერალმა, რუსმა გენერალმა და შეიძლებაო ცოტა ხანს დაგელაპარაკო და გამიყვანა. ჩამომართვა ხელი, ეს ეგან ყოველთვის მეხსოვება რომ ხელი რო ჩამომართვა თითები არ მეყო ხელში, იმიტომ რომ ორი თითი არ ქონდა, ავღანეთში ნამსახურები ყოფილა ის თვითონ გენერალი იაკუშევი. და მეუბნებას ეს სიტყვებს. მე გენერალი იაკუშევიო, გაძლევ პირობასო. რომ არც ერთი გასროლა არ მოხდება, არც შენს წინააღმდეგ და არც შენი ხალხის წინააღმდეგ დღეიდან ამ ხეობაშიო. ოღონდო გვითხარი სად დავდგეთო? არ უშვებდით ხეობაში, იმიტომ რომ 94 წლის ხელშეკრულების ფორმატით უნდა შემოსულიყვნენ და საგუშაგოები გაეკეთებიათ თელს ხეობაში. აქ არ უშვებთ, აფეთქებული გვაქვს გზა იმ კლდეებთან ქვაბჭარის და არ უშვებთ შიგნით. ხო და ახლა მან რადგანაც ეს თქვა რომ სადაც მეტყვი იქ ჩავდგებიო, ახლა ჩვენთვის არის მისწრება რომ შუაში ჩადგეს და ფართომასშტაბიანი შემოტევები იყოს უკვე დაცული ყოფილიყავით. ჩვენს და ისინიც არც მათ შეეშინდებოდათ უკვე აფხაზებს იმისი რომ ჩვენ გადავიდოდით შეტევაზე და არც ჩვენ შეგვეშინდებოდა რომ ისინი ჩვენს მოსახლეობას. მოკლედ ამაზე შევთანხმდით და ახლა მოკლედ მოვყვები ერთ რაღაცას რომ როდესაც უკვე რომ შეთანხმება მოხდა, ეს უკვე ჩვენი გამარჯვება უკვე და დაუძახე ბიჭებს გამოიტანეს და გაიშალა სუფრა. ამ სუფრაზე დაუწყე ჩემებს სიმღერა აფხაზური. მინდა მოვყვე მაინც ისტორია ეს ყველაფერი. ამყვრენ ჩემების და გამოგვივიდა ძალიან ლამაზი აფხაზური სიმღერა და აფხაზებმა ფეხზე ადგნენ და ცრემლები მოსდიოდათ. იმ დღეს მოხდა ჩვენი შერიგება. იმ დღის მერე აფხაზებს ჩვენს წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადაუდგიათ. მხოლოდ და მხოლოდ ის იყო რომ სპეცსამსახურები, აფხაზების სპეცსამსახურები ჩვენი სპეცსამსახურებში, რა თქმა უნდა, ჩანერგილი ხალხი იქაც და აქაც და ასევე რუსეთის სპეცსამსახურები თუ რაღაცას მოგვიწყობდნენ, კანტიკუნდათ ხანსად, თორე არასოდეს მაგათგან არ გვიგზნია რამე ისა. ამოდიოდნენ შეხვედრაზე, ამოქონდათ პურმარილი თვითონ, ჩვენ ვახვედრებით და მთელი ეს წლები აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი საუბარი და ნორმალური ურთიერთობა. რასაც ვერ იტანდნენ თბილისში რატომღაც. ეხლა მოგიყვებით ერთ რაღაცას კიდე. 2001 წელს მომთხოვეს, რომ პარტიზანები უნდა შემოვიდენო ხეობაში. მე უთხარი, არავითარი პარტიზნობა არ შეიძლება. ჩვენ ეხლა რამენაირად უნდა გავიტანოთ დრო, რომ მოძლიერდეს ჩვენი სამშობლო, მოძლიერდეს ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ რა თქმა უნდა უკვე იმის მერე რაც რო შევრიგდით, აი ასეთი შეხვედრა მოხდა აფხაზებსა და ჩვენ შორის, ჭკუაშიც არ გამივლია, რომ აფხაზების წინააღმდეგ როდისმე იარაღს ავიღებდი უკვე ხელში. ისეთად ურთიერთობა უკვე. აფხაზები მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან, მაგრამ თქვენ არ გვიშვებთო, გვესწრითო და რა გავაკეთოთ? აი მაგალითები იყო ამისი ის, რომ
როგორც კი რაღაცა დათმებოდა სიტუაცია, გაუშიატყდებოდა სროლები. ანიქით მოიტაცებდნენ ვიღაცას, ანაქით თუ ვინმე სახსოვს კოდორში ვინმე აფხაზი გაიტაცეს ან ქართველი გაიტაცეს, ყოფილა შემთხვევა. ხო და 2001-ში მირეკავს ჩემი ერთ-ერთი აკადემიის მეგობარი, ერთად გვაქვს დამთავრებული ჯონი ტომარაძე, კახეთიდან. უпроსორად მე ურეკავ მაგას, კახეთში მსახურობდა მაგის შინაგანჯარებში და მეუბნები რომ რაღაცა მჭირდებოდა, მოვიკითხე და რაღაცა მჭირდებოდა. შენ იმის გამო რეკავო? რის გამო მეთქი და? რა არის ცნობილი მთელი ამბავი ატეხილიო 500 კაციანი ჯგუფი ჩეჩნების გადაყვანილია, გადასროლილია კოდორის მიმართულებით. აი მაშინ გავიგე ამათი გადაყვანა. გავიქეცი მასთან, თეოზადესთან ეგრევე, მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. ნუ მერე დაიწყო ის უკვე ყველაფერი ამბავი რომ რამენაირად გადაგვერჩინა ქვეყანა ომს. მერე რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ თავარი იყო რა. მე ახლა რასაც მიკეთებდა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების ჩანერგილი ხალხი, აი ეს იმას მინდა ხაზი გაუსვა თქვენთვისაც და ჩვენი მომავალი თაობისთვისაც და მოსახლეობისთვის. მე იმ დროს ვარ პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში. ვიმყოფები ჩეჩნებთან ერთად. კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩნები. ანუ ისეთნაირად ჰქონდათ ეს ყველაფერი დალაგებული რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ მაინდა-მაინც იმ პერიოდში მოხდა ერთ-ერთი რუსი სიძე, ჩვენი სვანების სიძე და კერძოდ ჩემი ძალიან ახლობელი ოჯახის სიძე, ჩვენთან კოდორის ხეობაში, როდესაც ჩეჩნები იქ შემოვიდნენ. მაინდა-მაინც მაშინ მოხდა იქ. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ძალიან მძაფრი, ესა კინაღამ დაუცხეთ ერთმანეთს ტყვიები, მაგრამ მოახერხეთ შეჩერება. მერე ისევ და ისევ გელაევის ვაშკაცობა იყო სხვათა შორის იმაში, რომ თავის თავზე აიღოს ყველაფერი და ჩააწყნარა ეს ურთიერთ შუღლი რო არ დაწყებულიყო და სროლა რო არ დაწყებულიყო ჩვენს შორის და ამისთვის იყო გათვლილი მაგი, რომ ჩვენ უნდა დავეპირისპირეთ იქა. მაგრამ არ გამოვივიდათ არც ეს და მე და გელაევი დავზმაკაცით და 3 თვის განმავლობაში ისე რომ ძმობა უთხარით ერთმანეთს. ეხლა რა მომენტია? 2001 წლის 18 ოქტომბერია ვიმყოფებით ძალიან ღრმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შუაგულში, ნაარის ასეთი სოფელი განახლების მიმართულებით და დილის უთენია რიჟრაჟზე ისმის ვერტფრენის ხმა. რა უნდა იქ გაეროს ვერტფრენს? როდესაც დაძაბულობაა, როდესაც რომ საშიშროება არის, რომ ვერტფრენები ჩამოაგდონ და ყველა მიცის აბსოლუტურად საქართველოში, მით უმეტეს ახლა სპეცსამსახურების გამოცილებული იყვნენ ისინი იქა, რომ სტინგერები, კი არა და იგლა 2 თუ 1 არ მახსოვს უკვე, იგლა 2. აქ 9 ცალი. ანუ ვერტფრენს არანაირი შანსი არ აქვს გადარჩენის. ესროლეს დილა უთენია და ჩამოაგდეს გაეროს სამშვიდობო ძალების ვერტფრენი. სადაც 9 ადამიანი იჯდა და ერთ-ერთი ჩვენი გოგონა. მაგათმა ჩეჩნებმა ესროლეს და ჩამოაგდეს ეს ვერტფრენი. რა 500 კაციანმა ჯგუფმა. 500 კაციანი ჯგუფი იყო ეს. აი ის თქვენ რო აღნიშნეთ 500 კაციანი იმისი რა ქვია მათგანი გელაევის ჯგუფმა, ხო. ამაზე ავტეხე ამბავი, მე გელაევი საერთოდ არ ენდობოდა არავის და სულ იყო ცალკე და მაღალ ადგილას ჩერდებოდა, არავინ არ ვიცოდი სად ჩერდებოდა. და ეს გასროლა საიდანაც იყო, იქ გავიქეცი ავიდი ზევით და აუტეხე ამბავი, რატო ესროლეთ გაეროს ვერტფრენს ყო. ჯერ პირველად მითხრა, რომ ტყვეყავდათ სომეხი პოლიციელი იყო, ამან გითხრაო, რომ გადაღებილი არისო თუ არა აფხაზების სპეცრაზმის ვერტფრენი არისო. მაგრამ მერე ჩაუფლავდათ ეს ტყვილი და ბოლოს პირდაპირ მითხრა, რა ვიცი ახლა თქვა არ თქვა, მაგრამ უნდა უთქვა. პირდაპირ მითხრა, რომ ვინც მე დამაფინანსა, იმის დავალება უნდა შევასრულო. ხო და კი მაგრამ შენ წამოხვედი აქეთ, რომ თითქოს და დახმარება გინდოდა საქართველოსი, რომ ტერიტორიების დასაბრუნებლად განიცდიდი იმას, რომ პირდაპირ მითხრა მე, რომ შეცდომა დაუშვითო ჩვენ ჩეჩნებმა, როდესაც აფხაზების მხარეზე წავედით, ავყევით პროპაგანდასო და საქართველოს წინააღმდეგ ვიბრძოლეთო.
ამის მერე თქვენო ასეთი საქმე გავიკეთოთ და დაჭრილებიო და ესენი მიგვიღეთ და დაგვეხმარეთო რა. და ამიტომ მეო ჩავთვალეო საჭიროდო რომ დაგხმარებოდიო. ესეთი სიტყვები მითხარი და გაეროს ვერტფრენი რატო ჩამომოგდე თქვა მივაწექი მეც მაგრამ იმიტომ რომ ძალიან მეწყინა აი ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო ჩადენილი საქციელია. მოკლედ მითხრა რომ ვინც დამაფინანსაოდა ეხლა არ ვიცი დღეს ეხლა რამდენად ჟღერს ეს და პოპულარულად ჟღერს მაგრამ პირდაპირ ასე მითხრა მაგან და თანამომსწრეებიც არიან დღეს ხვეთვად ითხავს მყოფოს ის ბიჭები ვინც ვახდენ სოროსმა დამაფინანსაო ასე მითხრა პირდაპირ. კი მაგრამ რა შეაინტერესებდა მეთქი გაეროს ვერტფრენის ჩამოგდა არც ეს არ დაუჯერე. გაეროს ვერტფრენის ჩამოგდება და მე ბოლოს კი ვნახეთ უყველამ რომ ყველა საწყობდა თურმე ვერტფრენის ჩამოგდება. ერთი მომენტი იყო ის რომ თავარი იყო რომ კოდორის ხეობის დასაპყრობად იყო ეს ჩადენილი რადგანაც რომ კიდე რა მითხრა რა თქინდოდა მე მაგის ჩამოგდება თქო და სოფლიო ტერორისტის წოდება გჭირდება ჩვენო თორე ალ-ქაიდა არ გვაფინანსებსო. აი სიტყვა სიტყვით მისი სიტყვები. ამის მერე მოკლედ რაც იყო ეხლა არ გვიჩხუბია არ გვისროლია ერთმანეთს არაფერი მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა. ამის მერე შეტრიალდა და всё მივდივართო უკანო. ანუ თელი დავალება მისი აღმოჩნდა რომ იყო ის რომ ეს ვერტფრენი უნდა ჩამოიგდო. ეხლა კითხვა ისმება ასეთი რა უნდა იმ ვერტფრენს იქ რატომ მოვიდა რას აკონტროლებდნენ როდესაც რომ ბოევიკების ამხელა ჯგუფი იმ შეიარაღებით რომელთაც ვერტფრენის ჩამოგდება არ გაუძნელდებათ ეს იგი მხოლოდ დავალება მისი იყო ეს რომელსაც ხელი შეუწყეს რა თქმა უნდა სხვადასხვა სტრუქტურებმა ისევ ჩვენთან. ეხლა წამოვიწევი ნელ-ნელა წინ 2006-ისკენ ხო და 2004-ში გახსოვთ ალბათ 2002 წლის 12 აპრილი დესანტი რო გადმოასხეს ხეობაში და ყველა მიცით და იმ დღეს ბათიაშვილის მოყვა მაგასთან დაკავშირებით და ამიტომ დროს არ დაგაკარგებთ მაგასთან დაკავშირებით. უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით რომ მაგრად ვიკამათეთ მე და FTV იყო მაშინ სამშვიდობო ძალების სარდალი რუსების მხრიდან. იმის მერე არ გქონია ურთიერთობა საერთოდ და არანაირი ისა და გააქტიურდა 2003 წელს. მოვიდა საჩუქარი მომიტანა ოფისში ისეთი საჩუქარი მომიტანა რომელზეც ვარს რო ვერ ეტყვი. დიდი ეკლესია გაკეთებული ხელით მომიტანა ეს საჩუქარი და რა გამეკეთებია ახლა ვარს ეკლესიაზე ვერ იტყვი მართლმადიდებელი კაცი და ანუ ისეთი ტექნიკური მიდგომა. მივიღე ესა და მე რამე ჩუქნა და ის მქონდა ჭიხვის რქები მქონდა ოფისში მე და მასე კარადაზე. ავიღე და ეს რქები ვაჩუქე. და მოკლედ გათბა ურთიერთობა და დაიწყო საუბარი უკვე ერთმანეთში. ეხლა შეხედეთ თავარი რა არის ეხლა აქა. ყოველ კვირას ცდილობს რომ შემხვდეს. ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც და ითხოვს რომ აი მე ჩემი ხელმძღვანელობა მაძალებს კოდორში შემოსვლას და რამენაირადო შემომიშვიო რა. და გავაკეთებ საგუშაგოებსო და რაც შეგიშლი ხელსო პირიქითო უფრო დავახლოვდებითო რაღაცები ასეთი ისა და მეთქი არა. კიდე მოვიდა და მესამე დრო მოვიდა, აი ესე მომივიდა უბრალოდ თავში ასეთი აზრი რომ მეთქი კი ბატონო ვიცი რომ არ უნდა დევნილების დაბრუნება რუსებს აფხაზეთში. და ისეთ რამეს ვეტყვი რომელსაც ვერ შეასრულებენ. და მითი მოვიშორებ თქო რა. მეუბნები მეთქი მაშინ ასე მოვილაპარაკო თქო. მე ჯერ ერთი გეკითხები თქო რომ რამდენი საგუშაგო გავში თქო და 300 რაღაცა მითხრა. ძალიან ბევრი საგუშაგოები იყო. და კოდორში რამდენი გაქვეთქი ჩემს მხარეზე თქო ზემო კოდორში რამდენი გაქვეთქი და არც ერთიო. მე რატო კვდებიან იქ ხალხი აფხაზები და ქართველები მეთქი სადაც შენ საგუშაგოები გაქვს და სადაც არა გაქვს იქ მშვიდობა გვაქვს მეთქი და არავინ არ კვდება. აკვირდები მეთქი ამას და აი რა საჭირო ხარ თქო იქ. შენ ხარ სამშვიდობო ძალების სარდალი ანუ შენ გინდა რომ მშვიდობა იყოს მეთქი ხო? მშვიდობა არის. რატომ გინდა შემოხვიდე? მაინც მეორეჯერ მოვიდა ისევლე და მესამეჯერ უფრო სწორად. ეხლა მეუბნები კი ბატონო თანახმაცავო რომ შემოხვიდე თქო შემოგიშვებ თქო ხიდესაც დაგეხმარები ავაშენებ თქო ყველაფერი ოღონდ დევნილები ჩაასახლე მაშინ მეთქი სოხუმამდე სოხუმის ჩათვლით თქო და თანახმოვარ თქო არი უარა მეუბნება წავალ ჩემ ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და ორ კვირაში დაგიბრუნდებიო
წავიდა და სადღაც 3 დღეში დაბრუნდა. დაჩქარებით. მეუბნება რომ ასე და ასეო თანახმას არისო ჩვენი ხელმძღვანელობა დევნილების დაბრუნებაზეო. ისიც წერია ამ 94 წლის შეთანხმებაში დევნილების დაბრუნებას წერია. კი ბატონო მეთქი. აი იმიტომ მოვითხოვე სწორად ყველგან ამას მიფრიალებდნენ ამ დოკუმენტს 94 წლის შეთანხმებას. ხო და მაშინ მეთქი ასე არ გამოვა მე ჩემი და შენი ლაპარაკი პრეზიდენტთან და წამომყვეთ და კი ბატონო და შევხვდით დაურეკე შევარდნაძეს ავედით შევარდნაძესთან და ვზივართ 3 ადამიანი. და მიდის საუბარი ამაზე მე უთხარი რა თქმა უნდა საქმის კურსში ჩავაყენე ჯერ პრეზიდენტი რომ მეთქი ასე იძახის თქო რომ დევნილების დაბრუნებას თქო და ეხლა შევარდნაძე უნება მითხრაო ემზარიმო რომ დევნილების დაბრუნებაზე წინააღმდეგი არ ახარტო და მართალი არისო? კიო მართალი არისო ბატონო პრეზიდენტო, მაგრამო ძალიან გაჭირდებაო, ძალიან ძნელია ინფრასტრუქტურა განადგურებული არისო, მომსპარია ყველაფერიო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებულიო რაღაცები და შევარდნაძე უთხრა ვიციო რომ დიდ თანხებთან მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა გაჭირებაში ვართო, გვიჭირსო ფინანსურადო ძალანო, მე გამოვნახავ მაგის სახსრებს რომ დევნილების დაბრუნებას ხელი შეუწყოთო ჩვენმა ქვეყანამ. მოკლედ დაგვევალა რა შექმნით სამუშაო კომისია აფხაზებისგან, გაეროსგან და რუსებისგან შემდგარი და ჩვენი ქართველებისგან რა თქმა უნდა იმუშავეთ და შექმნით დოკუმენტი რომ მოეწეროს ხელი ამ შეთანხმებას და იმის მერე დავიწყოთ რუსების ჯარის შემოყვანა სამშვიდობო ძალების კოდორის ზედანაწილში და დევნილების ჩასახლება სოხუმამდე სოხუმის ჩათვლით მთლიანად. დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შეხვედრები, ამერიკელებსაც შევხვდით გაეროს ფორმატით. ეს არის 93 წელი. ეხლა ქალბატონო 1993 დიახ. ეხლა როგორი სიტუაცია? შეთანხმებული ვართ ყველაფერი და დაინიშნა შეხვედრა გალიზგაზე რო იყო ოფისი რო იყო გაეროს ოფისი რო იყო ზუგდიდს რო გადავიდოდით ხიძე გალიზგის ხიძე გადავიდოდით იქ რო იყო ისა ოფისი მაგათი იქ ჩაინიშნა შეხვედრა 4 მხრივი შეხვედრა ეს არის 2003 წლის 5 ივნისი მივფრინავთ აქედან ვერტფრენით სენაკში არა თვითფრინავით სენაკში და სენაკში დახვდა ვერტფრენით და გადავფრინდით ზუგდიდში ხასუსამ ამას იმიტომ რომ აი დააკვირდით უბრალოდ როგორ მიდიოდა ხელი შეშლამ ყველაფრის. ჩავედით თუ არა იმაში სენაკში ვერტფრენზე რო უნდა გადავждეთ და მორბის რუსთავიორის ჟურნალისტი. ცნობილი ემაგოგი ხია იყო მე მგონი ხო. და მეუბნება მეკითხება ბატონო ემზარ რა კომენტარს გააკეთებთო კოდორშიო გაეროს მისიის წარმომადგენლები გაიტაცეს. რა კომენტარი უნდა არა ბოდიშით გაეროს მისია ჯერ არა. პარტიის ქართველმა პარტიზანებმა გზა გადაგიკეტესო და არ გიშვებენ მოსალაპარაკებლადო. რას ქვია ქართველი პარტიზანები ახლა მეომრების ყველა ვიცით თითქმის და ვინ გადამიკეტავს გზას გამიკვირდა ძალიან. ჩავფრინდით ზუგდიდში შევხვდი ამ მეომრებს სხვათა შორის რომელი იყო ეს მეომარი იცით? პატა კარდავა ზღვაში რო ჩააგდეს რო დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს ის ბიჭი იყო. აი როგორ ჩვენი ცინდელიანი რო აწამეს და ჩააგდეს ისე გაუკეთეს იმასაც. ხო და ეს პატა მეუბნება ჩვენო ასეთი ის მოგცესო ინფორმაციაო მოგცესო ასეთი რო მოღალატეობრივი შეთანხმებას უნდა მოაწეროთო ხელი და იმიტომ არ გიშვებდითო. მოუყევი მე მეთქი მივხვდი რომ რა თქმა უნდა ეს იყო ხელშეშლა აი ამ ყველაფრის მოუყევი ასე და ასე ამის სანაცვლოდ ამის ესეთია შეთანხმება არის და ეგრევე მეს გამოყვები მე თვითონ გაგაცილებო. ავდექით აქედან გამოვდივარ და მორბის ისევ ჟურნალისტი. რა კომენტარს გააკეთებდო, რა კომენტარი უნდა გავაკეთო მეთქი კოჩო ჩვენ უკვე გავერკვიეთ ერთმანეთში და მივდივართ შეხვედრაზე თქო. არაო გაეროს მისიის ოფიცრები გაიტაცეს კოდორში. აი ახლა წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ამ ხელა შეთანხმებაზე მივდივართ, ამ ხელა საქმე კეთდება და იტაცებენ გაეროს მისიის დამკვირვებლებს კოდორის ხეობაში. ეხლა ერთ წმინდა ხაზი გავუსვა თუ შეიძლება.
წეგან რომ ხაზი გაუსი რომ 5 ხეობაა თქვა. გაეროს მისია როდესაც შემოდიოდა შესამოწმებლად ხეობაში რომ შეიარაღება ხო არ გვაქვს შეტანილი და რამე სხვა რო აპირებთან რაღაცა ამ 5 ხეობიდან თავისით ირჩევდნენ ჩვენ არ ვიცოდით რომელ მხარეზე უნდა წასულიყო. მაგრამ მირეკავდნენ მე გამოვუყოფდი დაცვას ადგილობრივი მოსახლეობიდან და თვითონ მისახდნენ იმათთან ერთად რა თქმა უნდა და მიდიოდნენ სად მიდიოდნენ ჩვენ თვითონ არ ვიცოდით. გინდა მარუხის მიმართულებით წავიდოდნენ ბარომბის მიმართულებით თუ საკენის თუ ომარაშარის აბსოლუტურად აზრზე არ ვიყავით ჩვენ არაფრის. ნახეთ აი ამ დღეს ჩვენ არ დაგვიკავშირდნენ და არ მოითხოვეს დაცვა. მარტო რუსების დაცვა ახლდათ და წავიდნენ მაინდა-მაინც იქ, სადაც 1 სუტკის განმავლობაში ვიღაცა ჩასაფრებული იყო გასატაცებლად. ეხლა როგორ ფიქრობთ, ვისი დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი? ამის მერე და იყო ჩაიშალა რა თქმა უნდა მე ასე გავსტუკით გამოწყობილი მოსალაპარაკებლად პირდაპირ ვჯდები ვერტფრენში და მივფრინავ ხეობაში. შევკრიბე მთელი ხეობა იყო გამაწყრალი რა თქმა უნდა ამ ფაქტთან დაკავშირებით გაბრაზებული სულ ყველა რომ ამ ხელა საქმე კეთდებოდა კურსში მყავდა ხალხი რა თქმა უნდა. შეიკრიბა მთელი ხეობა და გავუშვი დაზვერვა ყველა მიმართულებით. ეხლა არც ისე დიდია ეხლა ხეობის მოსახლეობა და ტერიტორიულად რომ ვერ გავიგო სად არიან. მივაგენი რომ მიახლოებით სად უნდა იყვნენ. ხო და გამოვაცხადე რომ ხვალ დილის 4 საათზე ვიწყებთ სპეცოპერაციას. არ ვზოგავთ არავის. ფაქტია რომ შეგნებულად გვიღალატეს ამ ხელა საქმე ჩაგვიშალეს არც გატაცებულს არც გამტაცებელს არ ვზოგავთ თქვა და თან ეს ჩვენი სპეცსამსახურების გასაგონადაც ვიზახი და პლუს იმ მათი მშობლების გასაგონად, ვინც ყველა ხო იქაა შეკრებილია. ვიღაცა ხო იქნება, ვიღაცის მშობელი და რაღაცა რო არ იცოდეს, გამორიცხულია რომ სახში არაა თავისშვილი, ხო? გადის 20 წუთით მაქსიმუმ ამ გამოცხადებიდან და მირეკავს ბატონი ვალერი ხაბურძანია მინისტრი იყო უშიშროების. ბატონო ემზარო, ეხლა მოვისმინეო რომ ისო სპეცოპერაციას აპირებოდა არ ქნა შენი ჭირიმეო, რატომ ეთქიდა? იმიტომ რომ გაეროს მისიის ოფიცრებს რამე რომ მოუვიდეთო, ასულია ჩვენი საქმეო რა, აი ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმეო. მეთქი მაშინ როგორც გაატაცებია შენმა სამსახურმა თქვა, ისე დააბრუნონ უკან პირდაპირ ტელეფონში ველაპარაკები მაგას. აუ რას ამბობო ბატონო ემზარო, როგორ გეკადრებაო და გამითიშა ტელეფონი. გადის 10 წუთი და მირეკავს ჯემალი გახოკიძე. მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მე მგონი თუ მოადგილე არ მახსოვს უსტად, მაგრამ მე მგონი მდივანი მოვალეობას ასრულებდა. და იგივეს მეუბნება, არ გააკეთო, თორე იმათ რო რამე მოუვიდეთო და მაშინ მეთქი როგორც გაატაცებიეს თქვა, სპეცსამსახურებმა თქვა, ისე დააბრუნონ უკან მეთქი. დაახლოებით 2 დღეა თუ 3 არ მახსოვს, არავინ ჩამიჩუმი არ ისმის, არავითარი აი ფულის გამო გატაცება და რამე არავის არ უთქვია ჯერ არაფერი. და 2 საათში გამოჩნდა შუამავალი და არ დამემალია მაშინ ეს ნათქვამი მქონდა ტარიელონიანს დაურეკა ვიღაცამ, ტარიელონიანმა დარეკა ჩვენთან, რომ შუამავლები გამოჩნდნო და ფულს ითხოვენო. ნუ ახლა თავარია გამოჩნდნენ და ახლა ხო ვიცი რომ რატო გამოჩნდნენ, რომ უკვე ყავს ვარ. ნუ მოკლედ როგორც თქვენ შევიათ კაბატონო თეა ხუმრობასაც გაურევ ხავე ზივართ ვედაკობაკობოლაძე ტყეში ველოდებით რომ უნდა გამოიყვანონ ისა უნდა გამოვიდნენ სალაპარაკოდ შუამავლები თბილისიდან ჩამოსული შუამავლები ხო და რეკავს ტელეფონი ვალერი ხაბურძანია მეუბნება ისა როგორ ასაქმეა ბარაშვებით და აგერ ველოდებით მეთქი შუამავლები უნდა მოვიდნენ თქვა და ზივართ პედაგოგობა და ველოდებით თქვა და ასე მოიცანს რომ შევარდნაძე რეკავსო ხო და არ გამიჩიშოოდა რო არ გავთიშე ის ვეჩეთი ელაპარაკება და მესმის ხმა შევარდნაძე ეუბნება ვალერ რა ხდება კოდორში ვალერი მუთხრა რომ აი ზუსტად ახლა კავშირზეა ემზარი ველაპარაკები და ასეთი სიტუაცია 3 მილიონს ითხოვენო ფულსო შევარდნაძემ პაუზა რო იცოდა ხოლმე და 2 დარვად არის და მე ესე იგი 2 დარვად არის და მე და შეევაჭრეო და შენი გადასახდელია იცოდე მაგიო ვალერის ეუბნება ხაბურძანიას რატოა ჩემი გადასახდელიო იმიტომ რომ შენ ვერ უზრუნველყავიო მაგათი უსაფრთხოებაო
იმანაც იცოდა შევარდნაძემ რომ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. ეხლა გადავალთ უფრო ახლოს ჩამოვიწევი კიდე. ბატონო ემზარი, ცოტა უფრო ჩქარ-ჩქარა ჩამოიწიეთ, იმიტომ რომ 2006 გვინდა მივუახლოვოთ და ანუ ეხლა მე ხაზი რატო გავუსვი ამასაც არ მოუყვებოდი ამდენს, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ მოისვინონ რომ საიდან მოდიოდა, საიდან იყო დაწყებული კოდორის ჩაბარებისთვის ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. კი ბატონო, მე ეს ჭორები სპეციალური ჭორები რო ვრცელდებოდა რომ ჩვენ ვაყაჩაღებდით და ჩემი ხალხი აყაჩაღებდა ხეობას. მე იყო ეს ცუდი ძალიან ცუდი საქციელი ჩვენი ხელისუფლებიდან რომ მონადირე ბატალიონი გადაიყვანეს შინაგანჯარის დაქვემდებარებაში, პოლიციის დაქვემდებარებაში და რატომღაც რუსეთს ეს აწყობდა, რომ პოლიცია ყოფილიყო. ამის მერე წარმოიდგინეთ ახლა მაშინაც თქვი შეხვედრაზე და ახლაც ვიტყვი რომ ქალაქში თავდაცვის სამინისტროში თან დაქვემდებარებული მეომრები თუნდაც თბილისში, თუნდაც ზუგდიდში, თუნდაც ბათუმში, სადმე სხვა კუთხეებში თქვა, ყველა თანახმას იქნება, რომ შინაგანჯარში გაწევრიანდეს თქვა, ასე იყვნენ იქაც ბიჭები, რომლებიც ომობდნენ, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და კოდორის შემონარჩუნებიეს ჩემთან ერთად. თავი გაწირეს. ისინი დარჩნენ უხელფასოდ და მართლაც უღელტეხილზე შემჩნეული ვინც იყო ყაჩაღობაში, ისინი შემომიყვანეს და დამისვეს ხელფასებზე. მე ვუთხარი რომ ამას მოყვება ცუდი ამბავი. ისინი ვერ აიტანენ ამას რომ ისინი ხელფასებში არიან, ესენი უხელფასოდ არიან. და ნუ იზამთ ამას, თარგამაზეს ველაპარაკებოდი სხვათა შორის პირდაპირ უთხარი ეს და იმის გამო რომ ეს მე ახდა ასე, გინდა თუ არა მე არა ვარ უკვე საქართველოში წავედი უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში ვიყავი ჩემ ბიზაშვილთან. და მაინც მემობრალებდა რომ თითქოს და მე ვაწყობა 52 ცხედარი დამხვდა ადგილობრივის. ანუ შეაჭმევინეს ერთმანეთი. და თქმულებებიც ჰქონდათ ასეთი რომ ყველა ოჯახში თვითონ ტრუპი უნდა იყოსო. ანუ რისთვის უნდათ ეს? რომ თავისით წამოსულიყო და გამოქცეულიყო იქიდან მოსახლეობა, რომ არაფერი არავის არ დაბრალდებოდა და ხეობა დარჩებოდა აფხაზებს. ეხლა 2006 წელი. დიახ, თუ შეიძლება. მოკლედ 2004 წელს კი იცით რომ ბატალიონი მონადირე გააუქმეს. მე არა ვარ ბატალიონის მეთაური მაშინ, მე ვარ მიმართულება კოდორის ხეობის სარდალი, რომელიც რო მიმართულება შექმნა დავით თევზაძე 98-ში, მე მაგზავნე სასწავლებლად უკრაინაში, ვამთავრები აკადემიას და 2000 წელს კიდე გატაცება მოხდა. მაშინ სპეციალური რეისით ჩამომიყვანეს და იქაც დავაგვირგვინეთ იმით რომ დავაბრუნეთ მცევლები და ერთი თეთრი არავის არაფერში არ გადაუხდია, რო ჭორებს გივრცელებდნენ, მტკიციანმა მილიონი აიღო. 2006 წელს რა ხდება? ოდა, ეხლა 2006 წელს 2004 წლიდან 6 წლამდე ვიმყოფები თბილისში. დიახ. არსად კოდორში მინდოდა წასვლა სააღდგომოდ მამაჩემის საფლავზე და გამოვარდებოდნენ და მეუბნებოდნენ რომ არ წახვიდე, არ შეიძლება შენი იქ წასვლა. ანუ ჩამიკეტეს კოდორში ხალხთან მისასვლელი გზა იმის გამო, რომ თურმე აწყობენ თავიანთ საქმეს იქ. ეხლა 2006 წელს გარდამეცვალა დედა. და თან მიდის ჭორები იმისი რომ ორფოლოს პოლიგონზე ყავს გადაყვანილი ოქრუაშვილს მთელი შეიარაღებული ძალები სწავლებაზე თავდაცვის სამინისტროსი. და ყველა მაგას მეუბნება რომ კოდორში აპირებდნენ წასვლას. მე ვუთხარი რა უნდა კოდორში გაც ეს იძახის რომ ცხინვალში უნდა ვიყო ახალწელსო და კოდორში რა უნდა თქვა ასე ვერ დაგსახსავს ჯარებს ვერ ვიჯერებთ. აქ საუბარია თავდაცვის პირაგრი ოქროშვილზე, რომელზეც ეჭვი გაგიჩნდათ, რომ აპირებს კოდორში შეყვანას ჯარის. ეჭვი კი არ გამიჩნდა, მეუბნებიან, ხალხი მეუბნება, რომ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჯარია იქა და ჯარს თავის ოჯახები ყავთ და საუბრებია, ხო? კი ბატონო. რომ კოდორში აპირებენ შემოსვლას, მე ვერ ვიჯერებ, იმიტომ რომ ეს განცხადებებს აკეთებს ცხინვალზე. ცხინვალის მიმართ. და მე ვფიქრობ, ანუ პირადად ახლა გამოვიდა ერთი ესეთი მანიოვრი მაგას ჩემს წინააღმდეგ რომ მე დავიჯერე რომ ცხინვალში აპირებს და არა კოდორში. მაგრამ რაც უფრო დრო მივიდა უფრო ახლოს ივლისთან, უფრო დამაჯერებლად ჟღერდა ეს ყველაფერი და შევედის პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან და ვეუბნები პატრიარქს რომ ჯერ პირველი მინდოდა კურთხევა დედაჩემის სასაფლავება მინდოდა იქ სადაც რომ ავაშენეთ ეკლესია ჩვენ საძმომ და სამეგობრომ. და არ მირჩია და
მოკლედ კურთხევა მომცა, სადაც უნდა დამესაფლავებია დედაჩემი და მეორე უთხარი ეს. თქვენო უწმინდესობაო მეთქი აპირებს ოქროაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება კოდორის ხეობაში შემოყვანას თავდაცვის ძალების თქვა. რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს. და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, იმიტომ რომ არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ამას გამოიყენებენ და ლეგიტიმაცია მიეცემა რუსებს, რომ შემოვიდნენ ხეობაში და მერე გაითამაშებენ ჩვენები მეთქი, რომ ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთო და დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევენ, რომელიც უკვე იყო, შემთხვევა იყო უკვე ერთხელ ასეთი შემთხვევა ჩემთან. როგორ გამექცნენ ყველა იქიდან, იმიტომ რომ დაგვეტოვებია იქაურობა. ეს იმ ფაქტებიდან გამომდინარე ხვდებოდი მაგას თორე წინა გზნობებზე კი არ იყო ეს აწყობილი. ფაქტებზე იყო ყველაფერი. ხო და სხვათა შორის გამორჩა და თუ შეიძლება დავამატებ რომ 2004 წელს როდესაც გუბერნია გააუქმა ალასანიამ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე იყო თუ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მაშინ უთხარი მე რომ ბიჭო მე არ გაწყობ ვარ გასაგებია იმიტომ რომ ვარდების რევოლუციაზე წინააღმდეგი წავედი არ გაწყობთ ჩემი თავი ნუ გააუქმებთ კაცო ვინც თქვენ გაწყობთ ვიცი რომ ბევრ ხალხთან გაქვთ კავშირი ვინც თქვენ გაწყობთ ის დანიშნეთ თქვა თუ გინდათ აქედან შეიყვანეთ მაგრამ გუბერნიას ნუ გააუქმებთ იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბოლომდე იბრძოლებს ხეობის შესანარჩუნებლად და ხალხი რომლებმაც რო გაგრა თავისუფლად დატოვეს სოხუმი თავისუფლად დატოვეს ოჩამჭირე დატოვეს გალი ტყვის გაუსროლებლად დატოვეს მეთქი კოდორის გულისთვის არ იბრძოლებენ ისინი და შენი ჭირი მე რა ნუ იზამამას თქო არაო მე უნდა მივხედო მე ვარო იქაური უფროსი აფხაზეთისო და მე უნდა მივხედო ამ ყველაფერსო ირაკლი რო შენ რო არ იქნები მაშინ ვინ მიხედავს თქო ან დაგაწინაურეს ან რაღაცა მოხდა ხო ადამიანები ვართ მე პირდაპირ ხაზგასვით ვითხრა მე ირაკლი ალასანია ვიქნები პასუხისმგებელიო დღემდე ვერ ვნახე ეს პასუხისმგებლობა მოკლედ ახლა 2006 წელია და დედა დავასაფლავეთ დედაჩემი და 14 რიცხვია უკვე გადავწყვიტე ხეობაში შევიდე და ადგილზე გავერკვიო სიტუაციას რა ხდება და ის აუცრებავ ახლა 2 წლის განმავლობაში რომ ყველგან ხაფანგები მედგა რომ არ შევსულვიყავი და ხელად გამოხტებოდნენ და ისა გახსნილი მაქვს გზა და მივდივარ და ვიცი რომ ხაფანგში შევდივარ მაგრამ ფიცი მაქვს ვიცემული იმისი რომ უნდა ვიბრძოლო ბოლომდე მაგას ვერსად ვერ გაუხვალ კაცი ჩავედი და უკვე ხედავ რომ გზებს ამზადებენ ჭუბერიდან გზებს ამზადებენ უკვე იმისთვის რომ ძიმე ტექნიკა გადმოიყვანონ იქ იყო ჭაობები და რაღაცები მათ მომზადებული დამხვდა შევედი და აბსოლუტურად ყველა მაგას იძახის რომ მოდიანო და რა გავაკეთო ახლა რითი ვიბრძოლო და სხვათა შორის პატრიარქის კურთხევა დამოვიწყდა გამექცა აზრი პატრიარქმა წამოდგა და ადგილას ვაპირებდი იჯექიო მოვიდა მომადო აგერ ლოყაზე მარცხენა ლოყაზე ხელი და ემზარშვილო გაკურთხოს უფალმა არ შეგეშვებიან სანამ კოდორი არ ჩაბარდება აფხაზეთი მიცემულია სიტყვა სიტყვით მაგას ახლა ბევრად უფრო დიდი ინფორმაციები მქონდა მაშინაც ვიდრე მე მქონდა რა თქმა უნდა და ვინმეს მქონდა ინფორმაციები მე უთხარი რომ ყველაფერს გავაკეთებ მეთქი იმისთვის რომ რამენაირად კიდე გაგრძელდეს თქვა კოდორის ხეობის შენარჩუნება რამოდენიმე წლით რომ იქნება გვეღირსოს თავრობა ისეთი რომელსაც ენდომება ბოლოს და ბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა აფხაზებზე უკვე თან აწყობილი იყო ყველაფერი იცით ნებისმიერ დროს რაც საგინდა მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს დავაჯენდი და ვალაბარაკებდი გამოვაგზავნეს არძმბა ლევანი ჩვენთან აქა აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში რომელიც იყო გზავნილი აფხაზებიდან ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთო და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად აფხაზებმა და ქართველებმა აქედან წასული საკუთარ ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს ესეთი იმიტომ რომ აფხაზეთის უშიშროება დე-ფაქტო უშიშროება რუსეთის უშიშროება და საქართველოში ჩანერგილი უშიშროებაში ადამიანები ერთობლივად მოქმედებდნენ და ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს ჩვენი სააკაშვილი ხელისუფლებაში რატომ მოიყვანეს იმიტომ რომ პირობა ჰქონდა დადებული რომ კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ იმიტომ იყო ეს ყველაფერი და იმის შეგაწყვეტინებთ და საზოგადოებისთვის რო იყოს ახლა მნიშვნელოვანი რამ თქვით
ერთობლივად მოქმედებდნენ დაასახელეთ, ასე ვთქვათ, კონკრეტული სუბიექტები. ვის გულისხმობთ თამაში ამ გადაზმობის სახედიდან? შეიძლება იმ დროს გვარები და სახელები გაინტერესებს? არა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ქვეყანა გაინტერესებს. ფაქტები გაინტერესებს. არა, ქვეყანა გაინტერესებს. თქვენ ახსენეთ რუსეთი, დიახ. ახსენეთ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული უშროების სამსახურები, სპეცსამსახურები და რომლებმაც შემდეგო სააკაშვილის მოყვანა განაპირობეს. ხო, ამათ ერთობლივმა მოქმედებამ. ეს იყო თქვენი სიტყვები. ამიტომ ეს ვის ინტერესში იყო და ამასთან დაკავშირებით რო სიცხადე შემოიტანოთ, რაც შეიძლება, იმიტომ რომ საზოგადოება გვიყურებს და ამის დანიშნულებაც ხომ ეგ არის, რომ კი ბატონო, მადლობა კითხვის მოხალხეებმა. მადლობა. ესე იგი, შეხედეთ ახლა საიდან მივხვდი მე მაგას პირადად. ჯერ გავლილი ცხოვრება, რაც ხდებოდა. როგორც ჯერ ომის დაწყება, რკინიგზაზე ყაჩაღობები, რომელსაც ერთობლივად აკეთებდნენ თურმე, მე გავიგეთ ეს ყველაფერი და სხვათა შორის ერთ-ერთ 60 ჩემთან ჩვენ წარმომადგენელს. როგორ დადიოდა მატარებლებში დამალული წინ და უკან. მე აი ახლა ბოლო ვარიანტში გახსოვთ 2003 წლის რევოლუცია რო იწყებოდა და რო გადაჯაჭვული რო იყვნენ ალყარო შემოარტყეს პარლამენტს. მაშინ მოვიდა ჟურნალისტი ჩემთან და მითხრა რომ აი ტყვია რო გავარდეს და რო დაიწყოს აქ რაღაცა სროლები, რას აპირებო? რას ვაპირებ მეთქი? მე დარწმუნებული ვარ რომ რუსეთის მოწყობილია თქო ეს გადატრიალება. მე საქართველოს არ ვესვრით, წავალ თქო ზაკოს ვესვრი პირდაპირ იქა თქო. აი ასე ლიაპნულ რო იწყიან, აი თქვი ასე, სპონტანურად. და შეჭერდა ყველაფერი. ანუ არ იცოდნენ იმათმა მე საიდან ვიძახდი ამას, რა ზალები მყავდა იმისთვის რომ ესროლა რუსეთის ზაკო რო იყო მაშინ ჯერ იყო აქ იყვნენ მაშინ იმპერიაში. მაგას საბურთალო გზაზე რო დიახ. გადასასვლელთან. ხო, თავდაცვის სამინისტროსაც იყო ჩვენ. წარმოვიდგინე, დიახ. ხო და დაიბნენ მაშინ აი ამ იმაში და შეაჩერეს ეს ყველაფერი. და მე როცა შემოვიდნენ პარლამენტში იქ არ ვიყავი? ჩვენ გუბერნატორები სულ ყველა ვიყავით წარმოდგენილი და უყურებდი როგორ შემოყავდათ ძალით ეს შიშარა სააკაშვილი. აი ასე ქონდა ფეხები გაფშეკილი და ისე შემოათრიეს პარლამენტში. ჩემ თვალწინ პირდაპირ. ანუ ეს იყო ყველაფერი დაგეგმილი. აბსოლუტურად აწყობდა ყველას და მე ასე ვიძახდი ყოველთვის და რუსეთშიც რომ მქონდა ქართული ხელმძღვანელობდა ბატონო როგორ თქვენ დაკვირვებით იქ ვინ ხელმძღვანელობდა ხო გამოსტილი პირი ბრძანდებით და მithumedes იმ დროს ვინ ყველაზე მაგრად რა თქმა უნდა იმოქმედა შევარდნაძის დაცვამ და უშიშროებამ რომლებსაც გაუღეს კარები და არ გახსოვთ რომ რატომღაც ჭავლი არ იყო ესეთი ძლიერი როგორც რომ ეს სააკაშვილის ხელში რო იყო ანუ რბილი ძალით იბრძოდნენ დაცვას სახელმწიფოსი კი ბატონო ბატონო თქვენ საუბრობთ უკვე საათზე მეტია ეხლავე მოვდივარ ფინიშისკენ ერთი წუთით ჩვენ სადღაც 15 წუთში მაქსიმუმ შესვენება უნდა გამოვაცხადოთ საკომიტეტო მოსმენა აქვს არაერთ ამ კომისიის წევრს ამიტომ ჩემი უმორჩილეს თხოვნაა დაუბრუნდეთ 5 წუთი აიღეთ იმიტომ რომ მეტი დრო აღარ არის სამწუხაროდ მე კითხვა-პასუხის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და 15 წუთში დავხუროთ გამოვაცხადოთ შეცვენება შესაბამისად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავს თქვენ ჩაბძანდით უკვე კოდორის ხეობაში ხართ ამ დროს ეს არის 2006 წლის ზაფხული ხომ ასეა ივლისი 25 ივლისი რო შემოვიდა 25 ივლისი და თქვენ ხედავთ თქვენი თვალით რომ ირაკლი ოქრუაშვილს მიღწეული 1994 წელს მიღწეული შეთანხმების საპირისპიროდ შემოყავს მძიმე ტექნიკა ხეობაში სწორად მოვისმინეთ აი აქედან რომ გააგრძელოთ კი ბატონო მოკლედ 25 ივლისი არის როდესაც შემოვიდნენ უკვე მე შეკრებილი მყავს ხალხი და სულ ყველა არის წინააღმდეგი იმისი რომ შევხვდეთ პირდაპირ და დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას ანუ ოქრუაშვილს მერაბიშვილს და ამათ პირდაპირ დაველაპარაკოთ რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა და მე მივდივარ ვისაც კიდაც წამომყევი თქვა და კაციშვილი არ წამომყვა წავედი მარტო წავედი და თან საწვავი არ ქონდა მანქანის და ტრაქტორი რო არის ესა ბელარუსი იმაზე დაუჯექი უკნიდან მე მგონი ბიბლიანი იყო
ვისიც იყო ტრაქტორი მიდიოდა საკენში და იმას გავყევე. უკან გამოვყვნენ რამოდენიმე ადამიანი. ავედი და მინდა პირდაპირ მარტო შევხვდე და უთხრა პირდაპირ რომ აი გავიდა პატარა ხანი და ქვეყანა ხალხი შეერაღებული ჩემს ირგვლივ უცებს გაჩნდნენ, რომლებიც შეხვედრაზეც კი არ იყვნენ. მოკლედ ატყდა სროლები. სროლები ატყდა ისეთი რომ მოკლედ აი მე მქონდა ყველაფერი იქაურობა. ვინ ვის ესროდა? ვინ ვის ესროდა? არ ვიცი ჯერ ვინ ვის ესროს. ეხლა სასამართლოზე გაერკვა მე ჩემ სასამართლოზე, ვინ ვის ესროდა. ვინ გაისროლა პირველი, რატომ გაისროლეს, ყველაფერი მე სასამართლოზე დავადგინე აბსოლუტურად. ამ დროს თქვენ თანამდებობა გაქვთ თუ არა, 2 წელი არა ვარ არც თანამდებობაზე, არც ერთი არაფერი. რომ ესენი რომ მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობა, რომ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად, თქვენ მოგწყვიტეს კოდორის ხეობას. მომწყვიტეს კოდორის ხეობას და მე მომიწყვეს ისე რომ მე მოვხვდი იქა და თამასობაში მუშაობდა სპეცსამსახურები ჩემს წინააღმდეგ ისე რომ საერთოდ მოსახლეობის იმაში შტაბ-ეჭრილება შეექმნათ ჩემზე რომ მე ვარ ბანდიტი, ყაჩაღი და უბედურის ერთი ქვეყნის უკან წამძღოლი. და 2006 წლის ივლისში მოხვდით კოდორში, თქვენი მშობლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით 40 გაკეთებას მინდოდა და თან გამეგო აპირებენ თუ არა შემოყვანას მართლა დარება. შემდეგ მოკლედ ამის მერე მოდის ჩემთან ადამიანი და მეუბნება რომ ქართველები არიან ჩამოსული აი სწორედ იქ სადაც რო შუაში ჩადგნენ რუსები. აი ამ საგუშაგოსთან არიან ქართველები მოსული, რომლებსაც უნდა შენთან ლაპარაკი და არიან ის ქართველები, რომლებსაც სააკაშვილის მოყვანაში დიდი როლი ითამაშეს რუსეთის მხრიდან. ვიცოდი ეს მე კარგად. ხო და არ წავედი მე მაინც გავუშვი ბაჩო და მალხაზი ჩიხლაძე. ეხლა საინტერესო რა არის კიდე. ესენი რო წავიდნენ და მე საღამოს უკვე მეც გავყევი, ჩავედი უკვე, იმიტომ რომ არ მიიღეს ესენი, თქვენთან არ გვინდა, ჩვენ საუბარი გვინდა იმასთანო, კვიციანთანო. ჩავედით ახლა, მართლა მგონია რომ იქ არიან და ჩავედით ერთი და იქნებ რაღაცა ელაპარაკონ, უთხრან რომ სულელს და გიშს გადააფიქრებიონ რა. თურმე მაგათ რატომ მოიწეოდნენ ასე რომ მაგათ უნდათ რომ სისხლი დაღრილიყო. ეს იყო მათთვის აი ოცნება, რომ რამენაირად სისხლი დამეღვარა მე იქ. რადგანაც სისხლი არ დაიღვარა არაფერი და თან როგორი მომენტია ჩავედი მე იმაში კვაფჩარაში ველოდები და ასე მოდის სპეცნაზი კიდევენ ხელს მიჭერენ და მივყავარ იქიდან ჩვენი მხრიდან პირდაპირ შემოგვიდნენ რას ამბობთ რომ რუსეთის საგუშაგოსთან რუსეთის სპეცსამსახურმა ჩაგიტყუათ ასე ვთქვათ ჩამიტყუეს რა თქმა უნდა ქართველების საშუალებით ჩამიტყუეს და იქ ვერ ჩამსვეს მანქანაში და დაგვიჭირეს ორივე მე და მალხაზი ჩაგვსვეს მანქანაში და დაგვიყვანეს იქიდან ქართველები ვინც ჩაგიტყუათ რუსებთან თანამშრომლობით ვინ იყვნენ ესენი მე ადრესს ნათქვამი გვაქვს ეს იყო იგორ გიორგაძე დიახ და ტარიონიანი და შალიკიანი ბონდო რომლებმაც მოდივე კავშირი ჰქონდათ მალხაზისთან ურეკავდნენ მაგას ოქრუაშვილი სად არის ამ ეხლა შეხედეთ ოქრუაშვილი მოდის იქიდან ჩვენ წინააღმდეგ ხეობის წინააღმდეგ ჯარით და ეხლა რა მომენტია უბრალოდ რომ ეს სროლები რო გაითამაშეს და ვინ ისროლა პირველი აი ეს იყო კითხვა სასამართლოზე და ლევან გვაზავამის ისროლა პირველიო როგორ საწავიყვანეს რო ჩაქსვეს საწავიყვანეს რო ჩამსვეს წამიყვანეს და უჩამჩირეში ბაზა იყო რაღაცა და იქ რეების უნახე ის თვალსასწაული იყო. კარგი, და ერთი წუთი ოჩამჩირეში ნუ წავალთ. ესე იგი ვართ კოდორის ხეობაში. პირველი ვინ გაისროლა? პირველი ვინ გაისროლა? ეს კითხვა იყო დასმული და ანზორ მარგიანმა მისცა ასეთი ჩვენება. პირველი გაისროლაო ლევან გვაზავამო. რატო გაისროლაო? იმიტომ რომ რაციები არ მუშაობდაო და წინა მანქანაო გაჩერებულიყო. ამ დროს შეკითხვა რო დაუსვი დანარჩენებს რაციების მუშაობდა და ყველაფერი მუშაობდა. ანუ მე გამიშდა ეჭვი ის გასროლა იყო ნიშანი იმისი რომ ვიღაცას ესროლა იქ უკვე ადრე შემოყვანილი ჯგუფი რომელსაც უნდა ესროლა ვითომ კვიციანი ისრვის. ლევან გვაზავა ვინ არის? ლევანი გვაზავა იყო მოადგილე მერაბიშვილის. ეხლა შეხედე როგორი სიტუაციაა. დაიჭრა ორი ადამიანი. ვითომ მე ოქროაშვილი რო იძახდა იმას რომ ორი ჯარისკაცი დაგვიჭრაო ოქროაშვილის სიტყვები გახსოვთ ალბათ სასამართლოზე შემოვიდა ეს დაჭრილი ანუ დაზარალებული ჩემგან დაზარალებული და აქვს ტყვია მოხვედრილი წინიდან
აი როგორ გავიგე რომ ვინ ესროლა და რატო მოხდა თქვია. ვეკითხები ქალბატონოთია, გახსოვს მეთქი თქვია რომ მოხდა როგორ იდექი თქვა? კი როგორ არ მახსოვსო. მდინარე საკენი რომ მხარეზე იყო შენგან თქვა. მარჯვენა მხარესო, ანუ შემოტრიალებული იყო თავისი ჯგუფ ქფისკენ და იქიდან მოხდა თქვია. ანუ თავისიან მოვესო. მე არ გიფიქრია რომ შენიან მოვერო გესროლა მეთქი? რა არ მიფიქრია მე ზუსტად ვიცი რომ ჩემიანება მესროლისო. სასამართლოზე პირდაპირ. ეს სასამართლოზე სასამართლოზე ჩაწერილია ყველაფერი სასამართლოს იმაში. ამის მერე მეორე შემოიყვანეს ის ზურგიდან რომელიც იყო დაჭრილი. იმანაც ისე კითხვა დაუსვი რომ მხარეზე იყო დინარე მეთქი და მარცხენა მხარეზეო. ანუ უკრიდან ესროლეს. იმანაც დამიდასტრო რამე პრეტენზია გაგაჩნიათ მეთქი ჩემთან. არანაირი პრეტენზია. პოლიციელებზეა საუბარი. პოლიციელები, დიახ, დაჭრილები რომლებიც იყვნენ. ამბობენ სასამართლოზე რომ ჩვენებმა გვესროლეს და არა თქვენ. მესროლეს ჩემებმა მესროლესო. უკრიდან მესროლეს. თქვენ. ამ დროს მაბრალებდნენ მე. კი ბატონო. ეხლა ეს ყველაფერი რისთვის იყო ბატონო ემზარე ეს ყოველივე ეს დადგმული იყო თუ რა? კოდორის ჩასაბარებლად. ეს იყო რა თქმა უნდა მოსკოვში დაგეგმილი, მაგრამ ერთ რაღაცას კიდე დავამატებ რომ ამერიკელები ერივნენ მაგ საქმეში. ამერიკელები ერივნენ რატო ვიცი მაგი? იმიტომ რომ ოთარი შალიკაშვილი რო იყო წარმომადგენელი ამერიკელების ჩვენთან აქ საქართველოში, პირდაპირ უთხრა ჩვენს მაღალ ჩინოსანს ერთ-ერთს და გამოუშვა ჩემთან რომ კოდორია ჩასაბარებელიო. რატომ არის ჩასაბარებელიო? ეკითხება ეს ჩვენი მაღალ ჩინოსანი, იმიტომ რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებულიო. რომელი ხელშეკრულებაო? ეს შენი საქმე არ არისო. ჩვენს მაღალ ჩინოსანს ეუბნება, ეს შენი საქმე არ არისო. ეხლა დავამთავრებ. დაასრულეთ. მე ვუთხარი რომ გამორიცხულია მეთქი, მე ერთ გოჟას არ დავუთმობ თქვა. და წამოხდა, შემომეხვია, გადამკოცდა, ვიცოდი რომ ამას მეტყოდიო. გახარებულმა წავიდა იქიდან. აი და ამის მერე აი აქ ახლა ამ შემთხვევაში, კოდორის შემთხვევაში გაერთიანებული იყვნენ სულ ყველა ჩვენს წინააღმდეგ. აბსოლუტურად და ეთყობა რაღაცა ხელშეკრულება არსებობს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რომ კოდორი უნდა ჩაბარებულიყო. და კიდევ ერთი ასეთი რაღაცა არ ვიცი, ახლა თქვენ უკეთესად იცით, რომ ამ კონვენციების საკითხი ერთ-ერთმა ძალიან ისეთი გათვითმფრინავებულმა ადამიანმა მითხრა, თუ ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს მთლიანად არ ფლობს სეპარატისტული რეჟიმი, დამოუკიდებლად ვერ აღიარებენო. და მისთვის იყო საჭირო კოდორის ხეობის ჩაბარება, რომ შემდგომ დამოუკიდებლობა ეღიარებია რუსეთს. აბა დავაკვირდეთ ყველაფერი და თუ აქეთკენ არ მიდის ყველაფერი ჟენევის რომელიღაცა კონვენციით ორ კითხვას დაგისვამთ და შემდეგ წევრებს დაუთმობ ადგილს. პირველი, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ზაზა გოგავა, მისი ახსნა განმარტება, არ ვიცი რამდენად დადევნებდით თვალს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში რეალურად ასე გამოიკვეთა მისი ახსნა განმარტებიდან, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, რომ მას უფრო ცხინვალისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, მანაც იგივე თქვა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი იყო, ჩვენ მაინც ცხინვალის რეგიონზე ვმუშაობდით და ასეთი რამეც კი თქვა, რომ რა ვიცოდი მე რა ხდებოდა კოდორში, საუბარია 2008 წლის აგვისტოზე. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან უკვე ასე ვთქვათ ირაკლი ოქრუაშვილის არასწორი რბილად ვამბობ გეგმის შედეგად კოდორის ხეობა უკვე არის de facto უკვე ასე ვთქვათ წინა პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ რუსეთთან პირისპირ დატოვონ მოსახლეობაც და ასევე გადასცენ უბრძოლველად ტერიტორიები. 2008 წელს თქვენ იქ აღარ ხართ, მაგრამ რა იქნებოდა ბატონი ზაზა გოგავას ამ გამონათქვამზე თქვენი კომენტარი ძალიან მოკლედ რო გითხრათ და რომ შევაჯამოთ თქვენი გამოსვლა ამ ეტაპზე, თორემ შეიძლება მომავალში ჩვენ კვლავ დაგვჭირდეს თქვენი რჩევა და კონსულტაცია. კი ბატონო. რომ შევაჯამოთ. დიახ. თვლით თქვენ თუ არა, რომ თქვენი ოჯახის და იმ ასეულობით ქართველის, კოდორელის, დალის ხეობელის, უფრო სწორად რომ თქვა, განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად ძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი როგორც ირკვევა გეგმის გარეშე. ეს იყო
წინდა უხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი იმისთვის რომ კოდორის დალის ხეობა საბოლოოდ გამხდარიყო უბრძოლველად ოკუპაციის მსხვერპლი. თქვენ როგორ თვლით? კი ბატონო. ესე იგი ეს იყო ყველაფერი კოლექტიური ღალატი ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად კურსში არ იქნებოდნენ. არ ამგონია რომ გოგავასაც რამე ცოდოდა მაგის შესახებ, არ ამგონია რომელიმე სარდალს რამე ცოდოდა მაგის შესახებ, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო. ეხლა ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით კიდე და ციფრს. 2006 წლის 13 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და პუტინი ქალაქ სოჩაში. თუ იცით ამის შესახებ რამე? ზღვაში რო გავიდნენ და 2 საათი რო იყვნენ იქა. იქიდან რო დაბრუნდა და რო ჩამოვიდა საქართველოში და ხელათ რო ორფულო წამოიწყეს. აი იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. აბსოლუტურად. ძალიან ბევრი რამე 8 წელიწადი ვიყავი რუსეთში, ძალიან ბევრი რამე გავიგე, ძალიან ბევრი რამე ფაქტებით ვიცი და თუ გამოძიება ამაზე დაინტერესდება, ძალიან ბევრი რამეს კიდევ ფარდასავხდით. ეხლა სანამ დრო შეზღუდული მაქვს გოგავას განცხადებაზე. აი დააკვირდით როგორ ამზადებდნენ ჩვენი ტერიტორიების გასასხვისებლად. თუ ჩვენს მეგობრებს, ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც მეგობრებად არიან წარმოჩენილი ჩვენი დადამხმარეებად, უნდათ რომ ძლიერი ყოფილიყო ჩვენი ჯარი, ჯარში რეფორმა არ უნდა ჩაეტარებიათ, სადაც ისეთი რომ სპეციალისტები მოიშორეს და მოიყვანეს დილეტანტები. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება რომ მე რა ვიცოდი ცხინვალში კოდორში რა ხდებოდაო. წარმოგიდგენიათ ეს უკვე ტრიბუნალია. ამის თქმა. მერე მეორე სარდალი რომელიც რომს წამოიწყებს და წააგებს ის თავს იკლავს. თუ ის სარდალია და თუ ის შინაგანად არის ჯარისკაცი. მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი იქ არ იყო. ჯარისკაცები მოაშორეს აბსოლუტურად და ჩანაცვლეს პოლიციელებზე ცუდი თქვა კი არ მინდა ამითი. პოლიციელს აქვს თავისი მოწოდება, რომ იმან დაიცვას. კი ბატონო, წესრიგი ამიხედოს, მაგრამ იყო ერთი კაცი, ვანო მერაბიშვილის მოადგილე პოლიცია. მეომარი კიდე სულ სხვა რამეა. ის სულ სხვა მოწოდებით. ამიტომ იყო ეს რომ მოცილებული იყო აბსოლუტურად თუ გახსოვთ თქვენ ალბათ 2008 წლის წინ თუ კი ვინმე შეეძლო ორი კაცის გამოყვანა, აი მაგალითად კახეთში ყავდათ სარდალი ასეთი ლუკა რამაზაშვილი. რისკულისთვის დაიჭირეს. რატო ჩასვეს ციხეში? იმის გამო ჩასვეს ციხეში, რომ მაგათთან დაუკითხავად არ შეექმნა რამე შეიარაღება და რუსების წინააღმდეგ არ დამდგარიყო. თლიანად რუსული საქმე გააკეთეს აბსოლუტურად. ამას მარტო მე და თქვენ კი არ ხედავთ, მთელი საქართველო უყურებდა ამას. კი ბატონო. მერე ჟურნალისტების როლი ამაში ყველაფერში, ბატონო თეა. არის ძალიან დიდი და რატომ აქვს ამდენი უფლებები ჟურნალისტებს, რომ გინდათ საითაც გინდათ იქიდან გავყიდიან, მე ვერ გავიგე. ეხლა რომ შემოვიდეთ დამხვდნენ და საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო ჩვენებაო, მეუბნება გუშინდელი ბღარტი, მე მეუბნება ამას, რომ საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო. მე და თქვენ ეხლა წარმოადგენთ სწორედ საქართველოს, რომლებიც მათგან ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. მოდით იმ ჟურნალის მე გავცემ პასუხს თქვენს ნაცვლად და შემდეგ ისე შემდგაცებული პასუხის არ მოეწონებოდა სხვათა შორის. თქვენ გასცემდით, მაგრამ თქვენ თავზე თქვენ რომ საუბრობთ ერთია და მე რასაც ვიტყვი ეს კიდევ სხვა არის და ერთობლიობაში ალბათ კარგი პასუხი გამოგვივა. ბატონი სოზარი ტყვის თავის სათქმელს მე მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. თქვენს ოჯახთან ერთად ქალბატონ ნორას მივაგებდით პატივს, რომ არა ქალების როლი ძალიან რთული იქნებოდა თითოეული მამაკაცისთვის ამდენი წლის მანძილზე დალის ხეობის, კოდორის ხეობის შენარჩუნება. იმიტომ რომ ეს იყვნენ ის ქალები ქალბატონი ნორას თამადობით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადგილობრივ მამაკაც, მეომარს, თავისი ქვეყნის ჯარისკაცს უვლიდა, პატრონობდა, კვებავდა და მთელი ეს მეურნეობა და ლოჯისტიკა, რაც საომარი მოქმედებების დროს ჯარი რომ იბრძვის, იქ მთელი სტრუქტურები და დანაყოფები არსებობს იმისთვის, რომ ჯარს არ მოშივდეს და ის კარგად გრძნობდეს თავს, რომ იყოს ბრძოლის უნარიანი. აი ამ ფუნქციას სწორედ ის ქალები ასრულებდნენ, ვინც იქ მეტგრად
არანაკლებ მამაკაცებზე იბრძოდა და თქვენ და ყველა ის ასეულობით ადამიანი, ვინც მაშინ იქ დარჩა და 2008 წლამდე რეალურად ამაგრებდა კოდორის ხეობას, რაც სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ უბრძოლველად ჩააბარა მტერს. ამიტომ მადლობა თქვენ და რა თქმა უნდა ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებზეც მე მეტი წარმოდგენა მინდა მქონდეს, მოუწოდებ, რომ მათზე უფროს ადამიანებს, ვისაც უბრძოლია სამშობლოსათვის, მისი ემთლიანობისთვის, ჯერ ცოტა როგორც ცნობილი სიმღერის არ იყოს, ჯერ განათლების ხარისხი აიმაღლონ და მერე დასვან ის კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და რაც თავია შეურაცხმყოფელია. ბატონი სოზარი შეაჯამებს ჩვენს ამ ნაწილს ხდომისა, თუ სურს კითხვასაც დასვამს და ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ 9 საათით შესვენება. მადლობა ქალბატონთია. რადგანაც ვამთავრებთ ახლა კითხვებზე აღარ გადავალ, ბევრი კითხვა ზოგადად არსებობს, მაგრამ უბრალოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, რომ რა მართლა იქ ვიყავი ძალიან ხშირად 1993-ში, 94-ში, როცა ეს პირველი ბრძოლები იყო, როცა ეს მოლაპარაკებები იყო და შემდეგაც წელიწადი არ გავიდოდა, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი და ხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას. იცავდა ქალბატონი ნორაკვიციანის, ბატონი ემზარის ხელმძღვანელობით, იქ გავიცანი, მარტო ადგილობრივები არ იყვნენ, ბუნებრივია, სხვაც არაერთი იყო, ყოველ კარგად მახსოვს ბატონი ჯუმბერანანიძე, რომელიც იქ გავიცანი, არტილერისტი, საოცარი კაცი. უბრალოდ 94-ში მისი დამსახურება იყო არტილერია, რომ მუშაობდა კარგად. დიახ, საოცარი. და თქვენ ახლა ძალიან შორიდან დაიწყეთ, ახლა შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, შეიძლება ზოგიერთ ფაქტზე ვიფიქროთ, რომ ეს თქვენი ინტერპრეტაცია და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ თქვენობაში საინტერესო იყო. უბრალოდ მინდა ორი რამე ვთქვა წინა დღეების მოსმენებიდან. ბატონმა ყურაშვილმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა ღალატი, სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ მონადირეს გაუქმებას. მან კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს დაადასტურა სიტყვა ღალატის მერიდა, მაგრამ კლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული სამშობლოს წინაშე ჩადენილი და მეორე, ბატონმა გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება კოდორის ხეობაში მაშინ, როდესაც იქიდან ჯარი გამოდიოდა, ჯარი, რომელსაც იარაღი დაატოვებინეს იქ და ეს იარაღი დარჩა რუსების ხელში. მე არ ვფიქრობ, რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო სამოქალაქო ხელისუფლება, იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს მათ შეეძლოს გაეფრთხილებინათ, უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს დანაშაული იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის უბრალოდ მართლა გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის მეც ვიყავი, ვინც ვრეკავდით და ვეუბნებოდით, რომ დროზე უნდა დატოვოთ ხეობა, იმიტომ რომ საფრთხე არსებობს, რომ მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი და ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწაწყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში, მამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე რომ ერთი ტყუის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყუის გაუსროლად. ეს მინდოდა და მეთქვა. მადლობა. ესე იგი, მაგასთან დაკავშირებით, ბატონ სოზარ, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? აბა დააკვირდით კარგად. მათ ჰქონდათ შიში, რუსებს ჰქონდათ შიში მხოლოდ ერთი რამის, რომ პარტიზანული დაჯგუფება არ დარჩენილიყო კოდორის ხეობაში. ამის შიში ჰქონდათ. და გაფრთხილებაც იმიტომ არ მოხდა მოსახლეობის, რომ მოსახლეობას დრო არ ქონოდათ შეიარაღების და წინააღმდეგობის გაწევის. ამისთვის იყო ეს და არ არის გოგავას გაცემული ბრძანება, ის იღებს თავის თავზე მაგას. არ არის მისი გაცემული ეს დავალება და მე ვფიქრობ, რომ ამას იღებს თავის თავზე თვითონ და ყურაშვილიც იმიტომ იღებენ რაღაცებს თავის თავზე, რომ მახსოვს ქალბატონი თეას გამოსვლა, რომ სამხედროებს ჩვენ არ ვერჩით და არაფერ პასუხისმგებლობის წინაშე არ დავაყენებთ. სამხედროს უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე. მეც და ნებისმიერი სხვა, ვისაც დანაშაული მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოს წინაშე.
აი მაშინ იქნება სამართლიანობა. მე რა რო პაგონები აქვს, მე რა რო ჯარისკაცები დაგვიხოცეს იგერდათ ჩატოვეს. ერთი რამე მაინტერესებს, თუ შეიძლება ხა ცოტა გადახვევას გავე. ანწუხელიძე როგორ მოხდა თქვენ? ეს 12-ტირანი ვაშკაცი გმირი კაცი. ისიც ვინმე კითხვა დაგისვიათ საერთოდ, რამდენჯერ დავსვი კითხვა, კაციშვილი არ მეუბნება როგორ მოხდა ანწუხელიძე თქვენ. როგორც ვიროს მე დავსვი დღეს ეს კითხვა და ისიც დავსვი რომ რატომ ვახსენებთ მხოლოდ გიორგი ანწუხელიძეს დიდება მის სახელს უნდა ვახსენოთ უშანგი სოფრომაძე კახაბერ ხუბულური უნდა შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა მათი ტყვეთ ჩავარდნა და რატომ არ არიან დღეს ისინი თავიანთ შვილებთან ერთად ეს კითხვა უნდა დაისვას და ვერავინ არ აგვიკრძალავს კითხვის დასმას 2004-ში პოლიციელების ჯგუფი რო ჩაბარდა გახსოვთ რომ დააჩოქეს სამართლოდ ოქროშვილის პერიოდში ოქროშვილის ვაშკაცობით როგორ მოხდნენ ისინი თქვენ გახსოვთ და ვინმე რატო ჟურნალისტები არ ინტერესდებიან მაგაზე როგორ და შეუშვეს გაზი დააძინეს და ისე გადასცეს იქით როგორც ვირო გადასცეს ისე ზოგიერთ ჟურნალისტს არ ყოფნის ცოდნა როცა არ ყოფნის ცოდნა ეს ცოდნა უნდა შეიძინო როდესაც პასუხისმგებლია ჟურნალისტზეა საუბარი და ვისაც არც უნდა რომ ცოდნა შეიძინოს იმიტომ რომ არ აწყობს იმაზე ჩვენ ახლა ვერ დავხარჯავთ დროს ბატონო ემზარ უღმესი მადლობა მობრძანებისთვის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თითქმის 2 საათია ვსაუბრობთ ეს არ არის საკმარისი დრო იმისთვის რომ ყველაფერი ის თქვენ რაც გააკეთეთ გაიარეთ ეს კარგად აიხსნას თუმცა ჩვენ თქვენი ნებართვით ვიქნებით კონტაქტზე თქვენთან კომისია და დამატებითი ინფორმაციის შემთხვევა საჭიროების შემთხვევაში კიდევ შეგაწუხებთ. სად ვარ ნებისმიერ დროს. მადლობა დიდი და აი თქვენს აი ამ ფორმატს ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი თხოვნა არა მარტო ჩემი და მთელი მოსახლეობა გიყურებთ და შემოგციცინებთ თვალებში რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს საქმე. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ და წარმატებებს გისურვებთ.